მოგესალმებით მშვიდობის, მოგესალმებით. დღემშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. როგორც ხედავ, საოცარ განწყობაზე ვართ, დარწმუნებული ვარ, საათნახევრის განმავლობაში ჩვენს მაყურებელს კარგ და სასიამოვნო სიახლეებს გაუზიარებთ, რომ განწყობაზე იმოქმედოს. ნახოთ ანონსი რა თემები მოგიმზადეთ დღეს ჩვენო მაყურებელო. ჩემო მაყურებელო ასევე. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. სარეაბილიტაციო ცენტრი და კონსულტაციები. გადაცემაში სტუმრად ჯეკო მესხი და ლიზა მირიანაშვილი. ბათუმობა და კლიპის პრეზენტაცია. სტუმრად ქართული ტექსტის ავტორი ლალი ბერძენიშვილი და რეჟისორი გია დიასამიძე. არაფორმალური განათლება. გადაცემაში სტუმრად მაგდა მათითაიშვილი. ვნახოთ რუბრიკა აჯაფსანდალი ნონო მგზავრიძესთან ერთად. და ბოლოს მერის წუთი. გადაცემაში სტუმრად მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოკლედ კადრში გავამიჯერეთ როგორ ვასწორებდი მიკროფონს, ხო? ნუ ასეთი რაღაცები ხდება, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი რაღაცაა, იმიტომ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ, ჯეჯრობთ ხელოვნურ ინტელექტს, არ ჩაუნაცვლები ვართ, თუმცა იქნება არ არის ის დრო შორს. იმედი არც არასოდეს ჩაგვეცნობს. ეს რომ ჰოლოგრამა არა, რატო ახლა რაღაც რუტინულ საქმეს გააკეთებს და ჩვენ ყველა ლექსებს დავწერთ. რუტინული საქმე კარგია, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ჩაგვანაცვლებს. მოკლედ სანამ კაცობრიობა არ შეცვლილა ასე რადიკალურად და აუშვეთ ასეთი საუკეთესოები არ გავხდით მანამდე, ნუ გვაქვს სხვადასხვა პრობლემები გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირი პრობლემები გვაქვს ადამიანებს და რა თქმა უნდა, ამ პრობლემებს სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით და ერთ-ერთი ასეთი დიდი პრობლემა არის ადამიანების ცხოვრებაში, ეს არის დამოკიდებულება. და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ მარტო რაღაც ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე, არამედ არსებობს მთელი ფართო სპექტრი სამწუხაროდ, დღეს ამ ყველაფერს ციფრული დამოკიდებულებაც შეიძლება და ელემენტარული მობილურზეც კი და გაჯეტს იმიტომ ვიძახით ხოლმე რომ ანუ თვითონ გაჯეტში ბუნებრივი არაფერი ცუდი არ არის და ზღვა ინფორმაციის წყაროა და პრინციპში ძალიან ბევრი ადამიანი ტელეფონის საშუალებით გიყურებს, მაგრამ მეორე არის, ნუ რამდენ დროს გაატარებ ახლა, როდესაც რაღაცას ჩაანაცვლებ, რაღაცი და არ შეგიძლია ამის გარეშე, აი მე დგება დამოკიდებულებებზე ლაპარაკი. თუმცა მაინც რომ მიუბრუნდეთ ისეთ დამოკიდებულებებს, რომლებიც ალბათ კლასიკურია უფრო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და საზოგადოება ამას, ნუ ჯერჯერობით ცივილურ სოფლიოში მიიჩნევა დაავადება და სოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ცდილობს სხვადასხვა ხერხი და გზები და რა თქმა უნდა ეს ხერხები და გზები იცვლება წლიდან წლამდე, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ, იმიტომ რომ საზოგადოება ცდილობს ამ ყველაფერს გაუმკლავდეს მაქსიმალურად კარგად და ამაში, ასე ვთქვათ, ლომის წვლილი რა თქმა უნდა ფსიქოლოგიას აქვს შეტანილი, როდესაც ნუ დაიწყო დაახლოებით საუკუნენახევრის წინ აქტიურად შესწავლა ადამიანის გონების და მიაკვლიეს, ასე ვთქვათ, რაღაც რიგ მიზეზებს, რის გამოც ადამიანი ხდება დამოკიდებული ნებისმიერ რამეს. და შესაბამისად, იმის მერე არ ჩერდება მცდელობები, რომ გაუმკლავდეთ უშუალოდ ამ მანკიერებას და დადგეს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი დღე, როდესაც ის თავისუფლად ამოისუნთქოს და მიხვდება, რომ რაღაც გარეგანი წყარო იმისთვის, რომ კომფორტულად და კარგად იგრძნოს თავი, არ სჭირდება და შეიძლება ეს რესურსი საკუთარ თავში აღმოაჩინოს და ნუ მაქსიმუმ უშუალოდ ახლობელ ადამიანებში. მოდით მოკლე ვიდეო ვნახოთ და მე უკვე გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს და იმასაც გეტყვით თუ რაზე ვაპირებთ ლაპარაკს. მოგესალმებით, გაგაცნობთ რესტარტს ბათუმში. ჩვენ ვართ სარეაბილიტაციო ცენტრი დამოკიდებული ადამიანებისთვის, კონკრეტულად მათთვის, ვისაც აქვს ნარკოტიკის, ალკოჰოლის ან თამაშდამოკიდებულების პრობლემა, ვინც დაკარგა კონტროლი ნივთიერებებზე და ზოგადად საკუთარ ცხოვრებაზე. დამოკიდებულება საკმაოდ სპეციფიური და სახასიათო დაავადებაა, რომელიც იდენტურ პრობლემებს იწვევს სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. სწორედ ამიტომ რესტარტი არის ადგილი, სადაც შეძლებთ დროებით იზოლირდე და იყოთ უსაფრთხო გარემოში, რათა მოახერხოთ კონცენტრაცია და საკუთარ თავზე მუშაობა. ამისთვის ჩვენ გვყავს სპეციალისტების გუნდი სხვადასხვა მიმართულებით, რათა ბოლომდე ამოვწუროთ ის საკითხი და პრობლემა, რაც აქ შემოსულ ადამიანებს სამწუხაროდ თანახლავს. რაც შეეხება რეაბილიტაციაში ცხოვრებას, თერაპიული ღონისძიებების გარდა აქ არის აუზი, საუნა, ფიტნესი, იოგა, ჯანსაღი რაციონი, რათა ბოლომდე აღიდგინოთ ენერგიები. მოკლედ, რესტარტი არის რეალური შანსი, სადაც შეძლებთ გამოჯანმრთელების დაწყებას.
მოკლედ ლაპარაკობთ სარეაბილიტაციო ცენტრის სტარტზე, რომელიც სულ ახლა ხანს აი აქვე ცხელი ამბავია და რომელიც დაფარავს, ასე ვთქვათ, საზოგადოების საჭიროებებს ამ კონკრეტული მიმართულებით. და ჩვენი სტუმრები არიან ჯეკო მესხი, პროგრამის ხელმძღვანელი და ლიზა მირიანაშვილი, ატიქტოლოგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესოა, ანუ როგორ მომწიფთა ეს იდეა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ადიქციები გუშინ არ დაწყებულა. და მეორე მხრივ რატო ახლა? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ ერთად ამ მომენტში, რომ ადამიანების ცნობიერებას ვთქვით, რომ ავამაღლოთ და მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ხდება დღეს ზოგადად საქართველოში და თემ სოფლიოში დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობთ ამ სფეროში თბილისში და სულ იყო ისე ვთქვათ დიდი მოთხოვნა, სულ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ყავდა აჭარიდან ჩამოდიოდნენ ხშირად და უწევდით დახმარებას და რატომღაც მივედით იქამდე ჩვენს გაიზარდა გუნდი, მოგვიცა შესაძლებლობა რომ აჭარაშიც გავაკეთოთ ეს ცენტრი და გავაკეთეთ და მადლობა ჩემ გუნდს და იმ ადამიანებს ხარდაჭერისთვის რომ შევძლებთ და გავხსენით და გვინდა რომ ესე ვთქვათ ჩვენი ლოზუნგი არის ესეთი, რა ბოდიში ცოტა ავიბენე, ჩვენი ლოზუნგი არის ესეთი რომ ყველგან ყველასთვის. რაც შეიძლება მე და ადამიანს მივცეთ არჩევანი, დავანახოთ რომ არსებობს გზა და ეს გზა არის მათ ხელში და რომ შეუძლიათ იცხოვრონ ბედნიერად, ჯანმრთელად, ჯანსაღად და ფხიზლებმა რაც თავარი. კი ბატონო, გალბატონო თუ შეიძლება გავტილიზა თქვენს ჩაერთო ამბავში. ანუ დღეს რა მექანიზმები არსებობს და უშუალოდ ვიცით 10 წლის წინ რა იყო დაახლოებით, ხო 20 წლის წინ ვიცით რა იყო და დღეს რას თავაზობთ? კი ბატონო, ანუ პირველ რიგში ხო ძალიან წინ წავიდა ამ კუთხით, რა ზოგადად სოფლიო და საბედნიეროდ საქართველოც ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამის სინთეზი, სხვადასხვა ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური რაღაც მექანიზმებით შევიმუშავეთ ერთი და მოვარგეთ საქართველოს რეალობას, იმიტომ რომ ვთქვათ, რაც შეიძლება მუშაობდეს სხვა ქვეყანაში, ის შეიძლება ჩვენთან ესე არ მუშაობდეს. რა თქმა უნდა, კულტურა, ტრადიციები, ეს მთელი რიგი საკითხები არის, რაზეც აუცილებელია რომ მოერგოს ეს ყველაფერი და შესაბამისად აი ნელ-ნელა ახალი კვლევებით რაღაც კიდევ ნელ-ნელა რომ მიდის წინ ეს ყველაფერი, ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ფეხი აუბათ და ეს ყველაფერი დავნერგოთ ჩვენთან, ისევ და ისევ მოვარგოთ ჩვენ რეალობას და რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვთქვათ ადამიანებს სულ მცირე ნაწილს მაინც ამ ეტაპზე შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც შეეძლებათ აი როგორც ჯეკომ თქვა, რომ ფხიზლად და ბედნიერად იცხოვრონ. კი ბატონო, გაბატონ ლიზა, რა მაინტერესებს იცით? ანუ ვიცით რომ ფსიქოლოგიური დახმარება და მედიკამენტოზური დახმარება პარალელურად ხდება, მაგრამ როგორც მივხვდით ახლა ვიდეოსგან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო სადაც არიან. ანუ ახლა ისეთი აქტუალურობით უნდა ვთქვა, შემთხვევაში 5 ვარსკვლავის ასტომოსავით ახლა რაღაც ვიღაცად. რა ფაქტორია ეს კონკრეტულად? რა თქმა უნდა, ზოგადად პირველ რიგში ხო ეს ფიზიკური ასე ვთქვათ აბსტინენცია რო იხსნება, შემდეგ ირთვება ფსიქოლოგიური რა და აი ამ ფსიქოლოგიურზე მუშაობთ ზუსტად ჩვენ და ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ზუსტად ის სოციუმი ირგვლივ და სტრუქტურა იყოს შექმნილი ადამიანებისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის, სადაც მშვიდად შეძლებენ აი ამ ყველაფრის დამუშავებას, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზი არის ამ დროს ადამიანის ფსიქიკა, რომელიც რომელსაც ფაქტობრივად ერთმევა მისი ასე ვთქვათ სიცოცხლის წყარო, მას ესე ჯერა ამ შემთხვევაში და ეს რო ერთვა ძალიან მოწყვლად ირჩება ადამიანი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან, რასაც ვაკეთებთ, არის ეს, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო იმისთვის, რომ ყველა ასპექტზე მოხდეს მუშაობა. ეს დაავადება არის, 4 ასპექტს მოიცავს ადამიანის ბიოფსიქოსოციოსულიერი, ამაში სიღრმეებში არ ჩავალ, უბრალოდ ჩვენთან ხდება 4-ვე ასპექტზე მუშაობა. ეს არ არის, რომ მხოლოდ ერთი ასპექტით დამუშავება ხდება და რაღაც 25%-ით ჯანმრთელი იქნება ადამიანი, სამწუხაროდ ესე არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში, როგორც გარემო, როგორც ხალხი, როგორც უშუალოდ პროგრამა ხო დისციპლინას ბევრ რაღაცას მოიცავს. ხო, არა, ბიოფსიქოსოციალური წლები აქვს ესო და უბრალოდ ვიხდი ახლა ნელა ჩამოყალიბდა რაღაცა შეიკრა საბოლოოდ. ზუსტად. რამეთოს ადიქციებში კონკრეტულად დაუშვათ ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე ლაპარაკი თუ უფრო დიდი სპექტრია იქ თამაშზე დამოკიდებულება? რა თქმა უნდა. ციფრული. რა თქმა უნდა, ქცევით დამოკიდებულებებზეც უწევთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ სერვისებს ადამიანს უბრალოდ დღევანდელ დღეს, რაც ძალიან გამოკვეთილია და ანუ დამღუპველად მაღალი შედეგებია საქართველოში სტატისტიკურად, ეს არის, რა თქმა უნდა, ნივთიერებები
ნივთიერებებზე და აზარტულ თამაშებზე გამოკვეთილი და მთავარი ფოკუსი ჩვენთვის უშუალოდ სარეაბილიტაციო სტაციონარულ ცენტრში ამაზე კეთდება, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ შეზღუდვა არ გვაქვს დღის ცენტრიც, ამაზე მე ცოტა სტატისტიკის მიხედვით ეხლა უამრავი ცენტრებია გახსნილი, ფსიქოლოგები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმულები, მატება გვაქვს აი ამ პრობლემების თუ კლებადობა და რამ განაპირობა ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, სპეციალისტები მრავლად არიან უკვე. რა თქმა უნდა, ზოგადად ესე ვთქვათ, რომ ikლებდეს სამწუხაროდ ესეთი მრავალი წელი ჯერ არ არის ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, დაფუძნებული, რომ გქონდეს ხელშესახების სტატისტიკა იმასთან შედარებით, რამდენად ვთქვათ იზრდება თუ იკლებს. თუმცა, როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან სასიხარულო ამბავი არის ის, რომ მხოლოდ 1 და 2 ორგანიზაცია არ მუშაობს უკვე ამ ყველაფერზე, არის სხვადასხვა, იქნება ეს სარეაბილიტაციო ცენტრები, იქნება ეს თუნდაც რაღაც უფასოდ ვითახმარების ჯგუფები, რაც არსებობს, სხვა ძალიან ასე ვთქვათ, ცნობიერება მაღლდება, როგორც თქვა და ბუნებრივია რომ გამოჯანმრთელებაში მყოფი ადამიანების რაოდენობა იწევს მაღლა და უფრო რაღაც ბჭყალებში რო ვთქვათ მოდაში შემოდის გამოჯანმრთელება საიტკენაც დიასიდიაში ხშირად გვესმის ეს ფრაზა ალბათ და ძალიან კარგია. აი სტატისტიკის მიხედვით ასევე ეს ყველაფერი რითია განპირობებული. ჩვენ ვიცით რომ ბავშვობიდან მოდის მშობლების ძალიან დიდი წვლილიც არის ამაში, თუმცა ზრდასრული ადამიანებით შემდეგ ეტანებიან აი ამ პრობლემებს. თქვენი თვალთა ხედვით, დაკვირვებით, სად გვაქვს ჩვენს ქვეყანაში აი ეს პრობლემა და რა საშიშროების წინაშე ვდგევართ? კი ბატონო, ეს თქვენ როგორც ახსენეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის გენეტიკა და შემდეგ არის უკვე აღზრდა. ეს აღზრდაში არ მოისაზრება მხოლოდ მიკროსოციუმი, რაც არის ოჯახი, ამაში მოიაზრება, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მაკროსოციუმი, რაც არის ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. უკაცრავად და აი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ისედაც მცირე რიცხოვანი ქვეყანა ვართ და უფრო გამოიკვეთება ეს პრობლემა იმის გათვალისწინებითაც რომ ჩვენ ვთქვათ საქართველოს არის ღვინის ქვეყანა, ასე ვთქვათ ისტორიულად ან გენეტიკა არ ნიშნავს მხოლოდ მშობლების გენეტიკას. გენეტიკა ეს არის ჩვენი ისტორია, ბრძოლები, დაპყრობები, მუდმივად რაღაცა დაძაბულობის პერიოდები. ეს ყველაფერი ინერგება, რა თქმა უნდა, გენეტიკური კოდით მოყვება ადამიანს და შემდეგ უკვე ის ხელშემწყობი გარემოება, რაც აზარტულ თამაშებსაც რო თავი დავანებოთ ყოველმეორე ნაბიჯი რო კაზინო გვაქვს, ამის რაღაც ის რო ხდება, გარეკლამება რო ხდება, თუნდაც ალკოჰოლზე წვდომა, თუნდაც ძალიან მარტივი გზებით მოპოვება, ხო, ნარკოტიკების თუ ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ერთად ჯამში ხელს უწყობს ადამიანის მიდრეკილებას და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობას და აი ამ პრობლემისკენ, ასე ვთქვათ, გადაკაჩვას, რაც ანუ ახალ თაობაშიც ვაწყდებით ამ პრობლემებს თქვენი დაკვირვებით? სასათბურე პირობები. კი, სასათბურე პირობები. აი თქვენთან გადმოვართ, მაშინ აი მენეჯმენტი როგორი ხდება მსგავსი დაწესებულებების სარეაბილიტაციო ცენტრების. ანუ რა უნდა გაითვალისწინოს, ასე ვთქვათ, საზოგადოება ამ შემთხვევაში თვითონ შემქმნელმა აი უფრო კითხვის რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ როცა მოდის თქვენ რა სიტუაციით ხოლმე მაშინ ასე დავიწყოთ აი ჩვენ გვაქვს დიახ მადლობა ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ აი ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბენეფიციართან იმიტომ რომ კი აი ეხლა რაზეც საუბრობთ რომ ამდენი ადიქცია არსებობს დეკორაციებია უბრალოდ სხვადასხვა ის სწორად რო გამიგოთ რომ ვიღაცა მოდის ექიმიანი პროფესიით ვიღაცა მსახიობი ვიღაცა მწერალი ვიღაცა ქუჩიდან მოდის მაგრამ დეკორაცია რეალურად სხვადასხვა თუ გამოვლინება სიმპტომატიკა ერთი და იგივე არის რა და რა თქმა უნდა კოსტუმები იცვლება მარტო აი ერთხელ მახსოვს იჯდნენ ბენეფიციარები და წერითი დავალების ჯგუფი გვაქვს და 14-ვე ადამიანს ეწერა ერთი მოვლენა ის კი არა რომ ერთი დავალება ანუ ერთი იდენტური მოვლენა ზუსტად რომ მეუღლეს და რაღაცა აი ერთი ერთში გადაიწერე ანუ ერთმანეთს შეგვიძლია ნუ ბავშვები არ არიან უკვე თანხდასწრებული ხო მესმის ანუ იმდენად ეს ერთი იდენტურია ყველა ცხოვრება შემდგომ რაღაცეების მერე უკვე რა ანუ თუნდაც მკერთან მიმავალი თუ დასაწყისის ანუ ეტაპებია რომ ნარკოტიკი მეგობარი ნარკოტიკი უკვე პატარა რაღაც ტყუილები შემოდის ცხოვრებაში ნარკოტიკი ტერი და ნუ საბოლოოდ არის მონა კი ეს ნივთიერებებზე ახლა მაინტერესებს ანუ თვითონ ტერიტორიული მოწყობას დაუშვათ ხო არის ყოველთვის რაღაც რეკომენდაციები რომ თუნდაც ასე ჩვეულებრივ საზოგადოებაში აი რამდენიმე კვადრატული მეტრი უნდა ითვლებოდეს თითო ადამიანს აი ამ შემთხვევაში ცენტრი როგორაა მოწყობილი რა პირობები უნდა იყოს შექმნილი იმისთვის რომ ადამიანმა იქ იგრძნოს თავი არა დაუშვათ ციხეში არამედ ცენტრში სადაც ყველა ორიენტირებულია მას მადლობა ძალიან საინტერესო კითხვა არის აი ლიზამ როგორც ახსენე ჩვენ ხემძღვანელობთ მრავალი ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური პრაქტიკების სინთეზით. აქედან არის ერთ-ერთი ჩვენი საფუძველი, ესე ვთქვათ, ჰუმანური მიდგომა, რას ნიშნავს ჰუმანური მიდგომა? მინესოტური ქვია, რომ კარი არის სუღია.
ანუ 24 საათი ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრებში კარი არის ღია. როცა მოუნდება მას, შეუძლია რომ წავიდეს. ანუ დრო არ არის შეზღუდული. იძულებით არ არის ის ჩვენთან, რაც თავარი არის. ყველას აქვს ზუსტად ეს სახლის და ისე არის მოწყობილი, რომ ყველას აქვს თავისი სივრცე, როგორც სამუშაო სივრცე, როგორც მოსასვენებელი სივრცე, ესე ვთქვათ. იქ შეუძლია სპორტით დაკავდეს, შეუძლია აუზში ჩავიდეს, შეუძლია იოგა გააკეთოს ან რაღაცა ფიტნეს. ანუ პასუხისმგებლობის ვარჯიში გამოდის. რეალურად ჩვენ კარი ღია თუ არ გინდა სუსტად ეგ არის ჩვენი ისიც რომ პასუხისმგებლობის პრობლემა არის აქ ზოგადად აი საკუთარი თავის მიმართ რა თქმა უნდა და ეს საიდან მოდის ხო აი აღზრდა როგორც ლიზა იძახდა აღზრდა სოციუმი ხო რატო ვიძახი იცით სასათქმულო პირობებია საქართველოში ანუ აი მე ცოტა ხისტი და ისეთი ლაპარაკი ვიცი პირდაპირ რა და აი რო დააკვირდეთ ხო ყველა ცხოვრებით ცხოვრობს ყველა პროკურორია ყველა პოლიტიკოსი ჯადოსნური კარტვანის სამკუთხედი ახლა საქართველოში ზედ გამოჭრილია სამხრეთ ქვეყნებში ზოგადად როდესაც ყველა ერთად ყოფინება და როდესაც არ დაუჯერებ მე უკვე მოდის პრესი კი ბატონო ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა ჩვენ ვახსენეთ, რომ ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრია. აი თქვენ ეხლა თქვით, რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება თქვენი ცენტრის არის ის, რომ კარი სულ ღიაა და ეს ფსიქოლოგიაზე ძალიან კარგად მოქმედებს, როცა ვიღაცას არ აიძულებ, რომ შენთან იყოს და განიკურნოს და არის ეს ღია და როცა უნდა მას წავიდეს, ის პირიქით შეიძლება დარჩეს. კიდევ რა ფაქტორებია სხვა სარეაბილიტაციო ცენტრებიდან განსხვავებით, აი რა არის თქვენი ნიშა? ну პირველ რიგში შემიძლია ვთქვა რომ ბათუმში და ზოგადად ამ რეგიონში პირველად ვცდილობთ რომ ვთქვა ჩვენ შემოვიდეთ დავიწყოთ ეს საქმე და ну ტერიტორიულად ასე ვთქვა ვაფართოვებთ მაგრამ უშუალოდ პროგრამას რაც შეეხება ჩვენ ну გვაქვს გამოცდილება არაერთ ვთქვა მუშაობის სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებშიც უბრალოდ აი როგორც თავიდან ვახსენეთ ხო დროთა განმავლობაში თუნდაც ეს პრაქტიკები ეს მიდგომები ეს ყველაფერი რომ ნელ-ნელა წინ და წინ მიდის ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ როგორც თითოეული თანამშრომელი ისევე უშუალოდ პროგრამა და რა თქმა უნდა პროგრამული ხელმძღვანელიც რომ ამ ყველაფერს ფეხი აუბათ და რაც შეიძლება ინოვაციური და ახალი და რაღაც ჯანსაღი მიდგომები შეუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. ასევე ვთქვათ, რადგან ვახსენე რომ ბიოფსიქოსოციო 4-ვე ნაწილზე ხდება მუშაობა, იქნება ეს რაღაც ჯანსაღი კვება, იქნება ეს კონკრეტული რაღაც ფიტნეს ინსტრუქტორები თუ ასე შემდეგ, ყველანაირად ვცდილობთ რომ ისეთი პირობები შევქმნათ, ისეთი ჯანსაღი პირობები და რა თქმა უნდა სასარგებლო აქ აქცენტი კეთდება რომ ადამიანმა თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება დარჩენის თავის თავზე მუშაობის თავისი ინტერესი დევს ეს არ ხდება ჩვენ გამო ეს არ ხდება ვთქვათ ლიზას გამო ეს არ ხდება ჯეკოს გამო თავის თავზევე მუშაობს შემდეგ უკვე ამ მუშაობის პროცესში თვითონვე რო ხედავს შედეგებს მე კიდევ უფრო მეტად დაუშვათ აი მოსული რაღაც რაოდენობიდან რამდენი არის აი ნუ ყოველ შემთხვევაში პირველ საწყის ეტაპზე რომ ადამიანები დაუშვათ ანებებენ ამ ყველაფერს ანებებენ ანუ განსხვავდება სოფლიო სტატისტიკიდან თუ არა? უკვე კარგად მოვდივართ. კი, ახალი როა განსხვავდება. კი, აი სიტყვაზე რო ავიღოთ სხვა ქვეყნების სტატისტიკები და 15-25% რეაბილიტაციის მუშაობის რო ითვლება ძალიან მაგარ პროცენტად, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვა დღესდღეობით, რომ არის 70-75%, მაგრამ ნუ ეს ანიშნავს იმას, რომ სულ ესე იქნება. კი, მე მახსოვს უბრალოდ ასეთი ფრაზა, როცა ამბობდნენ, რომ რეალურად დამოკიდებული ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება აღარ ეკარებოდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება რჩება აბსტინენციის პროცესში, იმიტომ რომ ახსოვს ახლა მეცნიერება არცად არ მოარდება და ის პირველი ახსოვს თან. იცით კარგად იყო და არამერი რო ცუდად იყო. პრობლემა ნარკოტიკში არ არის, სულ ვცდილობ რომ სულ აუხსნათ ჩვენ ბენეფიციარს და იმ ადამიანებს პრობლემა აქ არის რა, ანუ ემოციების პრობლემა. მე ანჯე. იცით როგორ არის, ის ტყუილია რომ ადამიანი მიდის ნარკოტიკთან გასართობად და ანუ ან სასმელთან ან თამაშთან, ანუ ადამიანი როცა ჭირდება უკვე ნივთიერება თუ თამაში თუ რაღაც, ანუ ეს არის აი აქ სიცარიელის პრობლემა არის, რომელიც მოდის აღზრდიდან, დამნაშავეს ვინმე კი არ ვიძახი რომ მე ცუდი მშობლები ყავდა, უბრალოდ არ ცოდნით, ზედმეტი სიყვარულით, კონტროლით, სადახა რაჭამე ან პირიქით უყურადღებობით. ან პირიქით უყურადღებობით, ამ დღეს გონიათ რომ მაინდა ეს დესტრუქციული ოჯახი უნდა იყოს, სადაც ფიზიკური ძალადობა მიდის, მაგრამ ზედმეტმა სიყვარული. ზედმეტი სიყვარული უფრო შეიძლება დამაზიანებელი იყოს რაღაცა კუთხით კიდე. კი, აი მან ზუსტად მაგას ხაზი რო გაუსვა, ანუ როგორც შეგომ თქვა, ეს არ არის რომ ვიღაცის ბრალია რა, უბრალოდ, როდესაც მოცემულობა ადამიანს აქვს ისეთი, რომ თვითონ მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხისმგებლობის აღების საჭიროება არ ქონია, ბუნებრივია, რომ მას სურვილიც არ გაუჩნდება ამის და მარტივი გზებით
ცდილობს მუდმივად რომ რაღაცაები ანუ რაღაცნაირად ასე რომ მოუყაროთ თავი გამოდის რომ მე დაუშვათ ყველანაირად სასტფურე პირობას გიქვდი იმისთვის რომ ამ მართლა საშიში სამყაროში რამე არ მოგივიდეს მაგრამ სამაგიეროდ ღებულობ ადამიანს რომელიც თვითონ საკუთარ თავს უშევებს მე იმიტომ რომ მე გადაგარჩინებ დაუშვათ წითელზე გადასვლისგან ზედმეტად და მე შენ გადასვლები არ იცი ზუსტად ეგ არის რომ არ ვიცი სოციალურად შეიძლება ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს დარწმუნებული ვარ რომ მოიძიონ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია რომ გააჟღეროთ სოციალური ქსელის ვებგვერდზე სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე Restart Rehab-ი ქვია ჩვენს Restart Rehab-ი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ აქ საქმეს საკეთებს და როგორ თქვი ხა ცოტა ცუდა გავი მაგრამ იმედია დადგება ეს დღე როდესაც საჭირო ახარ იქნება და ჩვენი გავიყურებთ ის და წავა კარგია რომ თქვენ ხარდაჭერით ძალიან ბევრი ადამიანი შეეჭიდება ამ დიდ ასე ვთქვათ ზოგად საკაცობრიო პრობლემას ჩვენ ადამიანებს დავუბრუნებთ დიდი მადლობა ასეთი ამბები მოკლედ მნიშვნელოვანი რაღაცები კეთდება და ეს ძალიან სასიხარულოა ესე იგი, ვისაუბრეთ დამოკიდებულებებზე და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ სხვა ტიპის დამოკიდებულებაზე, რაც გამოიხატება სიყვარულში, საკუთარი თავის, რა თქმა უნდა, საკუთარი გარემოცვის და შემდეგში უკვე საკუთარი გარემოს მიმართ. ჩვენი გარემო არის ჩვენი ქალაქი, რომელიც თავის დაბადების დღეს აღნიშნავს დაახლოებით 127 წელს, ესე იგი 100 წლის იყო ჩემი ქალაქი, როდესაც მე დავიბადე და მას შემდეგ 27-36 წლის ვარ, 37 წელი გავიდა, მოკლედ მას შემდეგ 3-4 მაისი არის შერჩეული თარიღი იმისთვის, რომ ჩვენ აღვნიშნოთ აი ამ ქალაქის დღესასწაული და მოვიწვევთ სტუმრები, რომლებთანაც გავაკეთებ შემდეგ სხვა ტიპის შესავალს. ესე იგი, ლალი ბერძენიშვილი ქართული ტექსტის ავტორი და გია დიასამიძე რეჟისორი. ჩვენი არხის თანამშრომლები, ჩვენი მეგობრები, ისაუბრებენ. გამარჯობა. ისაუბრებენ ინიციატივაზე, რაც შეეხება კონკრეტული კლიპის ვიდეოს მომზადებას. ჩვენი ქალაქის შესახებ, ესე იგი ვფიქრობდი, რა შეიძლება გააკეთო საკუთარი ქალაქისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი. ან ლექსი შეიძლება დაუწერო, ან შეიძლება იმღერო, ან დახატო, ან უბრალოდ გამოხატო სიყვარული, ისეირნო ქუჩებში და ამ დღეს გახვიდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ქუჩებში, ჩვენს ქალაქში და მიულოცო ადამიანებს ბათუმობა. მადლობა თქვენ, რომ ახალი ნაპერწკალი გაჩნდა შემოქმედებითი ამ ეტაპზეც, ესე იგი ამ წელსაც, იმიტომ რომ შარშანაც დაამზადეთ კლიპი, როგორც მახსოვს. შარშანწინაც, შარშან უშუალოდ ამ ეთერში მოხდა პრეზენტაცია, შარშანწინა არ მახსოვს, დიახ. დავიწყოთ იდეაზე საუბარი. ლალი იშვიათად არის ხოლმე ჩვენს ეთერში სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს აი ამ გადაცემის შექმნაში თავის დროზე მიღებული, ეს შუადღე ერქვა ამ გადაცემას თავიდან. ლალი, რა იდეა გაჩნდა და როგორ მოხერხდა ამ იდეის შესხმა? იდეაზე ალბათ უფრო გია ილაპარაკებს, იმიტომ გიას რომ ეკუთვნის იდეა. თავისთავად ეს მუსიკალური იდეები გიას იდეოლოგი ვარ მე და გიას იდეოლოგია გია ილაპარაკებს. უბრალოდ მე შევეცადე ქართული სიტყვები მიმესადაგებინა ამ შვენიერი და პოპულარული მუსიკისთვის. აი გია მკითხეს დეტალები კონკრეტულად რა სიურპრიზი ელოდება ჩვენს მაყურებელს. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ შარშანწინ პირველად გაგვიჩნდა იდეა ბატონ ლადოსთან ერთად რომ გაგვეკეთებინა ბათუმობაზე სიმღერა ბათუმზე. მაშინ ძველი სიმღერა მოვქეკეთ ჩემი მეგობრის ვაჟა ტუღუშის ძალიან კარგი სიმღერა და რაღაც ახლებური ინტერპრეტაცია გავაკეთეთ და პატარა კლიპის გავაკეთეთ. შარშან უკვე ფრიდონ ხალვაშის ტექსტზე იყო ძველი სიმღერა, მუსიკის ავტორი იყო რევაზ ლაღიძე და ის გავაცოცხლეთ და ჩვენმა სოფო ხალვაშმა შეასრულა სალომე კლიპის პრეზენტაცია თქვენთან იყო და სალომე ხალვაშმა გააკეთა შესანიშნავი კლიპი და წელსაც დავიწყეთ ფიქრი და სხვათა შორის ახლაც ბატონი ლადოს იდეა იყო რომ ის პოლონური სიმღერა რომელიც მთელმა პოლონეთმა იცის და მთელმა საქართველომ და ასე შემდეგ ძალიან ძველი და კარგი სიმღერაა ბათუმზე
ეს 60-იანებში იყვენ ჩამოსული. რომ გაგვე ქართულებია, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული სიმღერა, ძალიან კარგი მელოდიაა და ქართველები ვერ მღერით, იმიტომ რომ პოლონურად და ყავს ჩვენ რასაკვირველია შესანიშნავი ფილოლოგი ქალბატონი ლალი ბერძენიშვილი, რომელსაც ვთხოვეთ და გააკეთა ტექსტი ბათუმზე. ლად ეგრეც არ იყო, გია მიკარნახა როგორ გამიკეთებინა, ანუ უბრალოდ თქვი. ის სიტყვები, რომელიც ემოციურად ებმება ბათუმს და ესე გამოვიდა. მაგნოლია, ნაპირი, ზღვა, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, იმიტომ რომ გადმოიტანეთ. გასაგებია რომ კამოფლებზე არ ეწერა სიტყვები და ასე არ ეგორებდით, ხო, ბუნებრივია შემოქმედებითი პროცესი იყო, როგორც ხდება ხოლმე და მე ჩამოყალიბდა ტექსტად. რა დრო დაგჭირდა. ჯგუფი მუშაობდით ამაზე, რასაკვირველია. მე იმდენად რამდენადაც ამას ასრულებს, ამ სიმღერას ასრულებს ფილიპინკები იყო ასეთი ჯგუფი, ახალგაზრდა გოგონების ჯგუფი იყო. ჩვენს ვიფიქრეთ რომ ბათუმელი პატარა ახალგაზრდა და თინეიჯერ გოგონებს შეესრულებინათ და მაგდა მათითაიშვილის ჯგუფი არის ასეთი. რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, აი ნატო ორაგველიძე არის დირექტორი, რომელიც ასევე ქვაში დაგვიდგა და რა თქმა უნდა გოგონათა გუნდი ამ სასწავლებლის მაგდა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ადამიანები კი იცით როგორი ენთუზიასტები არიან, ნებისმიერ წამოწყებაში ერთვებიან. ძალიან ბევრი ფესტივალის გამარჯვებულებელია საერთოდ. მის სამღერი ალბათ დარჩა უცვლელი, ხო? ბათუმი, ბათუმი. ხომ სიმღერაზეა საუბარი. ბათუმი. შედარად ღერ. შევასრულო. ქართულად შეწოდა bro. ბარემ დავასრულებ ესე იგი და მე უკვე კახა ფირცხალაიშვილი არის ჩვენი ტელევიზიის თანამშრომელი და საერთოდ ბათუმელი ძალიან კარგი დიდი ოჯახის მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი. მას ვთხოვეთ და გააკეთა უკვე არანჟირება, ახლებური არანჟირება. როგორც გითხარით, ქალბატონმა ლალემ ტექსტი გააკეთა და მე უკვე ვთხოვეთ ქალბატონ მაგდას, ბავშვები მოიყვანა, ასწავლეს ტექსტი, მუსიკა და ისევ კახასთან სტუდიაში ჩავწერეთ ეს ყველაფერი. რატომ გადაწყვეტეთ გუნდური ფორმით აი ამ სიმღერის შესრულება? სეპტემბრმა შეასრულა თავის დროზე და ეხა სეპტემბრიდან ცოტა მოუმატეთ რაოდენობას. თანამედროვე ვერსია ჩვენ რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდში, აი ახალ ბათუმზე გაკეთდა მაშინ კლიპი. კი, მან დასრულებდა ეს კონკრეტული სოლო შემსრულებელი თუ არ ვცდები, კავერი გაკეთდა ამ მელოდიაზე, ეს იყო 2012 წელს. ხარ ჩვენ სოლო შემსრულებელი არაფერი. იცით რა არის? ჩვენი თავარი მიზანი იყო რომ ეს შესანიშნავი მუსიკა ქართულად აღღერებულიყო, რომ ქართველებმა მომავალში იმღერონ ესა და ამიტომაც უკვე შეხალახო სიმღერას მოუძღვნის 80 მილიონიანი ერიდან. კი ბატონო. მღერალი და ცნობილია, რატო არ ნაიღერო ქართულად ერთმანი? მით უმეტეს ახლა იმის გათვალისწინებით, სოფლიოში დღეს რაც ჰიტები არსებობს, ნელ აღმოჩენებს ვაკეთებ დღე, რომ თურმე სინამდვილეში ზოგი სიმღერა 30 წლის და 40, 60, 70, 80 წლის და ძალიან ლოგიკური იყო, რომ ეს სიმღერა ჩვენ არ დაგვეკარგა და დიდი მადლობა. და ნინო 37-ის. კი. ხომ კარგად შეუსადაგე საკუთარ ქალაქს. ძალიან საყვარელ გაჩნდი, ესეც სიმბოლური. თვითონ გადაღებები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან იწელება ხოლმე ეს პროცესები, შემოქმედებითი გარემოა, ხან რა არ გამოდის, ხან რა გამოდის, პირიქით შეიძლება 2-3 დღეში გადაიღოთ, როგორ იყო ამის ირგვლივაც რომ ვისაუბროთ. შეიძლება ხომ ცოტა რომ წავიწუწუნოთ. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა რასაკვირველია გვინდოდა ბათუმი ხედები და გარეთ სალომე მოიფიქრა რომ კატერზე გადაგვეღო და ამინდების ველოდეთ არ გამოვიდა მთელისა და ბოლოს რაღაც სულ რაღაც 2 დღის წინ გადავიღეთ, ბოლო გადაღება კიდე გუშინ იყო და ძალიან ცხელი და ახალია ეს კლიპი. ესე იგი არასეზონური ზღვის თემატიკა შემოიტანეთ აი ამ ვიდეოში, რა საინტერესოა, რა პეიზაჟები, რაზე არის აქცენტი ამ ვიდეოში? არა, კატერზე არიან უბრალოდ. ის კლიპის რომელიც აი პოლონური რაც იყო, იქაც გემზე არიან ეს ბავშვები და რაღაც იმის გააგრძელებასავით გავაკეთე. გვექნება ხო ფუფუნება რომ ნახოთ თან ერთად და მე უკვე ამის შემდეგ უკვე სხვა სტუმრები გიყოლება, მაგრამ მოახერხებ და ცოტა ერთი პოლონელ სტუმრებსაც შეგვიძლია ვაჩვენოთ ხოლმე, როდესაც ჩამოვლენ ისინი ჩვენს ქალაქში სტუმრად. ესე იგი, კლიპის ავტორი არის ქალბატონი სალომე ხალვაში. მუსიკალური არანჟირება კახა ფირცხალაიშვილის, ტექსტის ავტორი
ლალი ბერძენიშვილი და მეც იდეოლოგი და ბატონი იდეოლოგი და მე ბატონი ლადო და მე ესე იგი ერთად შევავდით იდეოლოგი. ხო, თავარი იდეა ეს არის ბათუმის სიყვარული და თუ რა თქმა უნდა და ბათუმი მე მგონი არის შედგება კლიპის პრეზენტაცია და რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მაყურებელს კლიპის პრეზენტაცია ჩვენ სახზე რამდენი ხნის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ამ ვიდეოს ხილვა. უკასრავად ვერ გავიგე, მოდი შეგეშალოთ. რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენ სახზე აი ამ ვიდეოს ხილვა შესაძლებელი? აი სანამ ბათუმობა იქნება და ბათუმობის დღეებში. ჩვენიერია და შემდეგ ალბათ YouTube-ზე განთავსდება და კი, რასაკვირველია და ახლა ჩვენ ბათუმობის დროს შარშანდელ კლიპსაც ვაჩვენებთ, შარშანწინდელსაც და ასევე მომავალშიც ვაჩვენებთ. მე მივხვდი საავტორო უფლებებს თუ აძლევთ არხს იმისთვის, რომ არ ხო ხშირად დატრიალოს ეს. ჩვენი არხის ის არის ეს. შესაძლებელია ახლა არ გვიყურებთ რაღაც კატეგორია ადამიანებს, რომელსაც დააინტერესებთ, როცა ნახავენ თქვათ აი ამ ნაწილს Facebook-ზე და ამიტომ ვიკითხე, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი არის დამოკიდებული სოციალურ მედიაზე თავიდან ბოლომდე. ამიტომ მოდით ვიხილოთ კლიპი, რომელიც შეეხება ბათუმს, ამჯერად 127 წლის ქალაქის ღირსშესანიშნავ თარიღს, დაბადების დღეს გილოცავ ბათუმო. და კიდევ უნიშნელოვანესი ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს 4 მაისს ბათუმობას ჩვენს არხზე გავა გალა კონცერტი, რომელსაც იხილავს ჩვენი მაყურებელი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ეხლა კი თქვენ გემშვიდობებით და კლიპის პრემიერას გახავთ ჩვენთვის.
გიშდები მოკლედ რაზეცი აი ბავშვების წკრიალა ხმები რო ისმის და უნისონში როა ხოლმე და ესე ბუნებრივად რო გამოიყურებიან კიდევ ერთი შესანიშნავი კლიპის შეება რამდენი კარგი მომღერალი გვეყოლება რომ გაიზრდებიან წარმოიდგინე ხა ეს ერთად ხო არიან მაგრამ მე რაც გადაწყვეტე ქართველებს გვიყარს სოლოები და მე ძალიან ბევრი საცალო მომღერალიც გვეყოლება მოკლედ უშუალო შემსრულებლებზეა საუბარი ამ შემთხვევაში ვისაც ხედავთ ამ კლიპში და მათი მუსიკის მასწავლებელი გუნდის მობრძანდით თუ შეიძლება მაგდა მათითაიშვილი და ვილაპარაკოთ გავაგზავნოთ არა მარტო ამ კლიპზე ლაპარაკი არამედ ზოგადად თქვენს თავგადასავლებზე და გამარჯობა მაგდა Bonjour. Bonjour, mademoiselle. April's Paris-ში. Ça va bien. ხო, ანუ ერთის მხრივ არაფორმალურ განათლებაზე უნდა გვესაუბრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ცხოვრებაში და ამ კვირაში მეგონი ლეიტმოტივად მოგზდებს, ხო, თავიდან. იმიტომ რომ ვიცით რომ ძირითადი განათლების გარდა ყოველთვის შეიძლება უნდა არ მოგწონს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში სავალდებულოა რაღაცები კიდე ვიცოდეთ. პროფესიის გარდა ეს ისევ და ისევ ჩვენს ასე ვთქვათ გაუკეთესებას ხმარდება და არა უბრალოდ სადღაც დაკარგული დროა. შესაბამისად, ვღებულობთ ადამიანებს, რომლებმაც ძირითადად პროფესიის გარდა შეუძლიათ კარგად პრეზენტირება საკუთარი თავის რაღაც მიმართულებებით და რა თქმა უნდა ამდიდრება საკუთარ თავს და გარემოსაც. ამ შემთხვევაში თქვენ შემთხვევაში ერთის მხრივ ეს არის მთავარი პროფესია, მაგრამ ბავშვები ვინც თქვენთან დადიან, ყველა დაუშვათ საბოლოო ჯამში მუსიკოსად არ გაიზრდება, მაგრამ ეს მაცხოვრებას ამდიდრებს ძალიან. დიახ. First კლიპისთან დაკავშირებით ძალიან დიდი მადლობა გამოხატო. მადლობა არჩევანისთვის, რომ ჩვენზე გაკეთდა და ძალიან სასიამოვნო იყო თითოეულთან მუშაობა. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ მათ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ზოგადად აი ამ კლიპის პრემიერაში. ჩვენთვის ძალიან დიდი ესეთია სიამაყეა, რომ ბათუმობაზე მივიღეთ მონაწილეობა და ეს ძალიან დასაფასებელია მათგან. ჩვენ ყოველთვის ვზათვართ მათ გვერდით დავდგეთ. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ეხლა მინდა ვისაუბრო უკვე პარიზულ თავგადასავალზე, როგორ გაჩნდა ინდია მუსიკის ხანგების გვაინტერესებდა, რა იყო მისი მიზანი და შთამაგონებელი წყარო. რა თქმა უნდა. ნუ იდეა წამოვიდა სურვილიდან, რომ მოსწავლეთათვის უნიკალური შესაძლებლობა მიმეცა, მიეღოთ მათ ემოციურად დატვირთული კულტურული გამოცდილება. მან შთაგონების წყარო იყო, ეს არის თემა ემიგრაცია. პარიზში კონკრეტულად პარიზში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოგესწრება ისინი ძალიან შორს არიან თავიანთი სამშობლოდან და მაგრამ მაინც გულით ატარებენ თავიანთ ქართულ კულტურას. და ასე მინდოდა რომ მოსწავლეებს თვალით ეხილათ ის, რომ სამშობლო შეიძლება გვიყვარდეს εδროულად, როგორც აქ, ასევე სხვა საზღვრებს გარეთაც. აი ეს ჩვენი ასე ვთქვათ აფიშა არის, აი ამ მუსიკის ხანგებთან დაკავშირებით, აი ზუსტად აქედან არის ასე აღებული ეს ფრაგმენტი. ასევე მინდა ვისაუბრო, მთავარი მიზანი ეს იყო მოსწავლეების განსაკუთრებით ემოციური ინტელექტის, გუნდური მუშაობის, შესაბამისად მაგალითად კულტურული ცნობიერების, ასევე მუსიკალურ თეატრალური უნარების განვითარება. შესაბამისად, ეხლა პარიზი კონკრეტულად რა თქმა უნდა იყო არჩეული არა მხოლოდ თქვათ მათი კულტურული მემკვიდრეობის გამო, არამედ აი ზუსტად თემა იყო ემიგრაცია, რომლებიცაც ბავშვებს მინდა თავიანთი თვალით ენახა, რომ რამდენად დიდია საქართველო, რამდენად დიდი არა მხოლოდ მაგალითად გეოგრაფიულ საზღვრებზე. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ აი ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ჩემმა მოსწავლეებმა, სულისამებრ რა თქმა უნდა. ხო, ეს არის ნიშნავენ რა ასაკის იყვნენ და კრიტერიუმები შეირჩნენ. დიახ, ეს იყო ჩემი სკოლა ევრო 2000-ის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები. პირველში მინდა აქედან თითოეულს მოვეფერო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ საოცარი ტანდემი შედგა ქართულ ემიგრანტ ქართველებთან, იმდენად კარგი ყველანაირი უნარი გამოავლინა მოსწავლეებმა, საოცარი ემოცია და ცრემლი წამოვიდა თითოეულს ვეფერები და უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო. ასევე ძალიან დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის, მათი ტიტანური მხარდაჭერა იყო, რომ აი ეს პროექტი განხორციელდა. ასევე ჩვენი დაორგანიზებისთვის, აი ამ პარიზში მოგზაურობის ორგანიზებისთვის ქალბატონ ზიამ ჟავანაძეს მინდა გადაუხადო მადლობა და ჩვენს ძალიან საოცარ მასპინძელს გახდათ მამა ანტონი, რომელიც გახლავთ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და სწორედ ჩვენ აი ახლა ეს კადრები, რომელიც ჩანს, ეს ჩემი აქტივობა არის ფრანგ ქართულ ემიგრანტებთან, რომელიც მე გავმართებ მათთან და ჩემი ქაღალდების აქტივობა და მე მინდა მამა ანტონის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ საოცარი ქართული მასპინძლობა გაგვიწია.
ბავშვებს საოცარი სიურპრიზი დაახვედრა, თითოეული ძალიან გააბედნიერა და ის ემოციები მე ძალიან ბედნიერა რომ ცოტახით მაინც რომ შევძლებთ ჩვენ ფრანგი ქართველი ემიგრანტების ემოცია ისრემლებით ამით თქვათ ემოციური ფონი რო შევქმნით ეს ყველა ნამდვილად ღირდა ამ პროექტის წარდგენა საფრანგეთში. ასევე მინდა გითხრათ რომ გარდა ამისა ჩვენ რა თქმა უნდა მუსიკალურ სპექტაკლი წარვადგინეთ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ასევე ჩვენ შევასრულეთ მათთან ერთად ქართული სულიკო. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი, ისინი ჩვენთან ერთად მღეროდნენ ამას და რაღაც ემოცია ცრემლი ერთდროულად იღვრებოდა. შესაბამისად შევასრულეთ თბილისო. აი როგორი მოტივირებული იყვნენ და რაც თავარია ფრანგულ ჰანგებზე, ეხლა როგორც კი ძალიან პოპულარული გახდა ეს ნანინა ფრანგული სიმღერა განდაგანა, უბრალოდ განდაგანა შევასრულეთ მათთან ერთად, ემიგრანტებთან ერთად და ეს ძალიან საინტერესო ჩართულობა იყო, როდესაც იქ რამოდენიმე ემიგრანტი ბავშვი შეუერთდა ჩემს მოსწავლეებს და თითქოს ესე მეგონა რომ ეს ნახაზი ცეკვის მათ იცოდნენ და იმდენად კარგად აყვენა აი ამ სიმფონიაში ბუნებრივი პროცესი იყო და საკმაოდ აი სულად ეს ფრაგმენტი სწორედ არის ჩემი მოსწავლეების. რამდენი ხანი იყავით ქალბატონო მაგდა იქ? დიახ, ჩვენ ვიყავით 4 დღით ვიყავით პარიზში, მინდა აღნიშნო რომ მუშაობის პროცესი ძალიან ისეთი შთამბეჭდავი იყო, რაღაც ინოვაციურიც იყო, მრავალფეროვანიც იყო, იმიტომ კვირაში 4-ჯერ ხდებოდი, ზოგჯერ 5-ჯერაც კი და მაქსიმალურად მუშაობდნენ მოსწავლეები იმისთვის, რომ გაეხარებინათ და ბედნიერება მიენიჭებინათ ფრანგი ემიგრანტებისთვის. რა თქმა უნდა, ვამუშავებდით მუსიკალურ ნომრებს, ცეკვის ელემენტებს, ტექსტს, სცენურ მოქმედებებს, რაც ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია აი პატარა მუსიკის ჰანგებში განსაკუთრებით. ასევე გარდა ამისა მუშაობდით იცით რაზე ინფორმაციას ვაწოდებდი ემიგრაცია, ზოგადად რა არის ემიგრანტების ცხოვრება. ასევე პარიზის ღირს შესანიშნებებზეც ინფორმაციას ვაწოდებდი და კიდევ ყველაზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე მომეცა საშუალება, რომ მოსწავლეთათვის ჩამეტარებინა პარიზში გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები განსაკუთრებით და მე რო გრანდ ოპერაში, როდესაც მოსწავლეები შევიყვანე და აი ამ რაღაც მდიდარი ექსტერიერის და ინტერიერის ფონზე აი ეხლა თქვენ ნახავთ გრანდ ოპერა არის ზუსტად ეხლა და მე რო აქ მოსწავლეებს ვაწოდებ დაუშვათ ინფორმაციას ამ პარიზის გრანდ ოპერს გმადლობ პარიზის გრანდ ოპერის შესახებ ჰექტორ ბერლიოზის ძეგლთან ვდგავართ ეხლა ჩვენ აქაც აქტიობაც წარმოვადგინეთ და ეს იყო რაღაც ძალიან დიდი ემოცია. ბავშვები როგორი გულისხმობით გისმენენ ალბათ დაუვიწყარი კადრები. აი ნახეთ როგორი სამეფო დარბაზებია, საოცარი პლაფონები იშლებოდა. ლუვში, აი უკვე ლუვში მივემგზავრებით, აი აქ ჩანს კადრები. ლუვში უკვე ჩვენ ფაქტიურად თითოეულ კომპოზიციას პირისპირ ვესაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლეონარდო და ვინჩის ეხლა ეს მონალიზა, რომელიც ყველაზე მეტი, ესე ვთქვათ, მაყურებელი, ყველაზე მეტი მნახველი ყავს აი ამ ყველა ჯერზე გაკვირება გაწვით. სიამდვილეში პატარა ნახატია და არა ისეთი როგორც ძირას. დიახ, პატარა კომპოზიცია ნამუშევარია. ძალიან საინტერესო იქნება მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტები არიან ჩვენი საქართველოს შვილები, მათი ურთიერთგაცნობა, ინფორმაციების გაცვლა, აი რა ჰქონდათ მაგალითად მინიჭებული თუნდაც იმ ქვეყნიდან ამ ჩვენ ქართველ ახალგაზრდებს, რაც დააკნათ თუნდაც ჩვენებს აი აქ, ან პირიქით სასიკეთო მხარეები, აი რაღაც დაკვირვებას ალბათ აწარმოებდით ამ კუთხით და ბავშვებმაც გაგიზიარეს ეს ინფორმაცია. რა იყო აქ აბა ესეთი დასამახსოვრებელი, აი მას ჩვენ რატომ არ გვაქვს ეხლა აქ ეს მაგალითად? იცით რა არის ყველაზე ამ პირიქით ყველაზე დასამახსოვრებელი, ანუ ღირსშესანიშნებაზე საუბრობ თუ არა, თვითონ აი ემიგრანტებზე, რომლებიც იქ სხვა კულტურას ეზიარებიან, მაინც ჩართულებიან აქტიურად ეხა მაინც სხვა ქვეყანაში არიან, რომელიც მთავარი აქცენტი ჩვენ ქვეყანასთან შედარებით ძალიან წინ არის ბევრ რაღაცაში. ხო, იცით რა, მთავარი აქცენტი მაინც მოსწავლეებმა გააკეთეს იმაზე, რომ როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი რა კოდიც კი აქ იყო, მაინც მთავარი არსი იდეა ის იყო, რომ ჩვენ რაღაც წუთიერად მაინც ბედნიერება მიგვენიჭებინა მასვე და ეს რომ მცირედით მაინც შევძელით, ამით ვარ ძალიან ბედნიერი და კიდევ მინდა აი ამასთან დაკავშირებით ეიფელის კოშკთან ჩვენ შესაბამისად, ისიც რა შევძელით, აქტიობის ჩატარებას შევძელით. აი სადაც კი მოგებოდა, აი ღვთისმშობლის ტაძარში მაგალითად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძალიან ცნობილია თავისი ვიტრაჟით, აი იქ პირდაპირ შევედით ორღანის ხმა გაჟღერდა. ეს იმდენად თანხმდრაში იყო ჩემ პროფესიასთან, რომ აი მის ფონზე უკვე დავიწყეთ ბახის შემოქმედებას ეს საუბარი და რაღაცა ყველაფერში ძალიან გვიმართლებდა ამასთან დაკავშირებით და
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლო აკორდი ეს იყო დისნეილენდი დავაგვირგვინეთ და ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ მოსწავლის ეს ფრაზა, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდებათ ეს ნამდვილად მიღირდა აი ამ პროექტის წარმოჩენა იმის, რომ მასწავლებლო თქვენ ჩვენი ოცნება აასრულეთ. ეს იყო მათი ხილვა დისნეილენდში ყოფნა, აი თუნდაც რამოდენიმე საათით მაინც და აი ეს რო შევძელი აი ამ ჩემი პროექტით მე ვარ ბედნიერი რომ მე მოსწავლესთვის შევძელი რომ მისი ოცნება თუნდაც დისნეილენდში მოხვდა და ამესრულებინა. აუ საოცრება ეხა გისმენთ და მეც მომინდა მოგზაურობა. არა შემდეგ არა მე და სიმღერა ძალიან შორს ვართ ერთმანეთთან სამწუხაროდ. პარიზში ისე წავალ ჩემს ქალაქია. დიახ, აი ეს აქტივობა შემთხვევით ექსპრომტად მოვიფიქრეთ, აი იმ წუთას მოსწავლეები განდაგანის ფორმას იცვამდნენ იმისთვის და ეს მაყურებელი რომელიც ეგოლოდა მართლა ძალიან ბევრი ყოფილ ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ შემოსვლას და თითქოს ენაცვლებდნენ ერთმანეთს ზოგი ფეხზე იდგა და იმდენად კარგად ჩაგვერთენ ამ აქტივობაში, რომ არ ვიცი მეთქი ვეუბნები, აქ ხوار დავჩე მეთქი, მე მგონი ძალიან საინტერესო მოსწავლეები ხართ მეთქი და მე შენ თუ არ წახო მე წავალ კაცო. არ არის ბაბა, მე არაჩვეულებრივი ქართული სუფით გაგვიმასმის ესეც რამხელა დეტალი აი სუფთა ქართული მე ვიგრძენი რომ მე არ ვიყავი პარიზში ჩვენ ვიყავით საქართველოში აი ეს იგრძნობოდა ყველა რაკურსი და მადლობა მათ აი ასეთი ემოციისთვის ასეთი ეხას დღესაც კი გვეხმაურებიან პირად სივრცეში რომ აი თხოვთ ყველა ვიდეო გამოგვიზარდეთ და აი ეს ბედნიერი წუთები რომელიც ჩვენ გვაჩვით კიდევ დაგვიბრუნდით მაგდა მოკლედ აქტიურობას განვითარებას თქვენი მოსწავლეებისთვის არიშურებთ და კიდევ სამომავლო გეგმები გექნებათ თქვენ რაღაც ისეთი რაც თუ გაქვთ სურვილი რომ გაგვიმხილოთ. ხო, ზოგადად ეხა ყოველთვის ვცდილობ რომ იცით რა არის ეს სივრცე ჩვენთვის უკვე საქართველოში კი გაკვეთილები ტარდება, მაგრამ აუცილებლად მოსწავლეებს უნდა ქონდეთ იმის საშუალება, რომ აი სხვა საგნები, აი მე რო ხელოვნების გაკვეთილი ჩავატარე ახლა ლურში, უბედნიერესი ვიყავი. პროფესიით არა ვარ ამით, მაგრამ რაღაც სიმბოლური იყო ჩემთვის ეს, რომ ჩემი პედაგოგის ხელოვნებაცოდნეს ქალბატონ ნათია ქორდის სამკაული მოვირგე, რომელიც მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სამკაული მაქვს მისი ნაქონი და რაღაც თავი წარმოვიდგინე, რომ ის ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა, რომ მე ხელოვნების საგანს უზიარებ ჩემოს. თუნდა ისეთი შესაძლებლობით ვერ, მაგრამ მინიმალურად მაინც ვეცადე და ამიტომ ყოველთვის მაქვს გეგმები რომ ახალი პროექტები დავგემოჩვენე არაჩვეულებრივი სიგელი გადმოგცა მამა ანტონიმ რომელიც უკვე ჩვენი სკოლის მუსიკის ოთახში ძალიან ლამაზი ადგილი დაიმშვენა იმის სანაცვლოდ რომ ჩვენ მივიღეთ აი ასეთ პროექტში და ეს არის ფრაგმენტები სწორედ გრანდ ოპერაში სადაც ჩვენ აი ასეთი აქტივობა ჩავატარეთ თან მოვისმინეთ ბევრი ინფორმაცია თქვათ იმიტომ რომ პარიზი იქცა სახელმწიფო ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველა ფურცლის გადაშლის დროს ჩვენ შესაბამისად ახალი ემოცია და აი თითოეული გაკვეთილი მათთვის იყო რაღაც თავგადასავალი, ასე ვფიქრობ. კარგი იქნებოდა ახლა რომელიმე ბავშვი ამაზე ისაუბრა, მაგრამ მე მიწეს აი ჩემი პოზიტიური მშობლები, რომლებიც აი ესე ჩაერთენ ფერხულში ჩვენთან ერთად. აი ეს არის ეიფელის კოშკთან აქტივობა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ, რომ აი სამ წუთში ყველა არამუსიკალური ბგერაკი, რაც კი ესმოდათ იგლი, უნდა ჩაენიშნათ ეს და რაღაც ძალიან სახალისო იყო, რომ აი ისიც კი გაიგონეს, რომ აი მდინარე სენის ხმაც კი ჟღერსო და ისიც კი ჩაინიშეს ეს ყველაფერი. მოკლედ ერთი წამით არ მოგიდუნებიათ მოსწავლეები. მე და ანუ ამ მუსიკალურ საერთაშორისოში მე ხვდებით ხოლმე ამ სხვადასხვა კომპონენტებს, იმიტომ რომ ახლა პირველად არხათ რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელიც გიცნობთ მე გვესმის ხოლმე ეს ექსპერიმენტები და ძალიან მისასალმებელია, როდესაც ჩვენთან დაუშვათ ანუ ფართო სპექტრით ვეხებით მუსიკას, არა მარტო დაუშვათ აი ახლა რაც ჩნდება იმას და მივიწყებ წარსულს ამ პირიქით მხოლოდ იმას ვუსმენ და აი ეს გვავიწყდება, რაღაც ეს სინთეზი, იმიტომ რომ რაღაც ყოველთვის სიახლე იყო დავინახოთ რომ სამყარო ბგერებისგან შედგება ამ კონკრეტულ დიახ, ძალიან სამბოჭა ვიყო, როდესაც დირექციიდან წამოვიდა ესეთი ფრაზა, რომ აი ესეთი თქვათ აქტივობა არავის არ გაუკეთებია და თქვენ ხართ პირველები და ეს ძალიან სასიამოვნო ფრაზა იყო და მადლობა მათ ამისთვის. ნამდვილად მუსიკის ესე გაკვეთილები ხა პროექტი წაიღოთ ემიგრად ესეთი რაღაცა შეიძლება კი იყოს შესაბამისად, მაგრამ აი გაკვეთილებიც რომ მოსწავლეებს იქვე შემოქმედებითაც რომ დატვირთულები იყვნენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მივედით ალბათ ცოტა ბოლოსკენ იმით რომ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც მუსიკოსისთვის რომელიც შეიძლება ერთი პიანინოთი ან რაღაც ნოტებით შემოიფარგლება აი ესე შემოიაროს სადღაც რაღაც ახალი ნახოს, ანუ ცოტა ხანი გადადოს თავის ძირითადი საქმე და თუნდაც პირდაპირ კავშირში რაც არა ის გააკეთოს.
თუნდაც იმოგზაუროს, თუნდაც რაღაც ახალი ნახოს, მუზეუმში წავიდეს. ანუ მე თუ აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში мотиваცია, იმდენ ინფორმაციას ღებულობს, ანუ ფაქტურად ეს არის ცოდნის გაზიარება, ინფორმაციის გაცემა და ეს იმდენად სხვადასხვა უნარებს ამითავებს, უჩნდება უკვე კიდე мотиваცია უფრო მეტი და მეტი გაიგოს. მეტი რამ იცოდეს თქვათ, სხვა ეხა მეკითხები ამასებო, სად შეიძლება მე რომ გავემგზავროს მომავალ ქვეყანაში და იქ რომელ კომპოზიტორის შემოქმედებას ვეზიარებით. ხო, უკვე გაჩნდა უკვე სხვადასხვა აქ ვინც დარჩა, ალბათ იმათაც უფრო მეტი мотиваცია გაუჩნდათ ბავშვებსაც, რომ მაგდა მასწავლებელი მომავალ წელს ჩვენც აგვიყვანს. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მეტი რა არის ახლა პედაგოგის მოვალეობა, რომ ბავშვები გახადო ბედნიერი და ერთი სიტყვა, რომელიც აი მოსწავლისგან კიდევ ერთხელ გამერო, თქვენ ჩემი ოცნება აასრულეთ, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის და მადლობა მათ აი ამ ლამაზი ფრაზისთვის. ძალიან დიდი მადლობა საქმეებს საკეთებთ, ჩვენ რამდენიმე წამში დაგებრუნდებით. გმადლობთ თქვენ. მოკლედ, ეხლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაგვიჟღერეს. აი ესეთი პედაგოგი, ესეთი მოსწავლეებით, ნამდვილად დასამახსოვრებელია, არა მარტო თავისი პროფესიული გზით და კუთხით განანათლა ბავშვები, არამედ დისნეილენდიც კი არ დააყოვნა და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ პროფესიასთან, აი ამ ფესტივალთან თუ გასტროლთან დაკავშირებით, რომ დაისვენებ ადამიანი და სამახსოვრო ბედნიერი წუთები რო გექნება, რა სიტყვი პაატა? რაც მე მომწონს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მართლაც ასე ვიწროდ რაღაცები არაკეთო, იმიტომ რომ თითქოს და პირდაპირ კავშირში შეიძლება რაღაც არ იყოს შენ საქმიანობასთან, შენ საყვარელ რაღაცებთან, მაგრამ მე გძენს ახალ სუნთქოს. და მოდით ბარემ ახალ სუნთქოზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ შენი რუბრიკა სულ რაღაც ერთი თვისაა, ალბათ ვენახევრის. და ესე დღეებს თუ დავიტყვით რამდენიმე დღისაა სულ, მაგრამ ეს კვირაში ერთხელ ხდება ბუნებრივია. ამიტომაც ასეთი გადაცემაში, რომელიც შეიძლება როდისმე შენი სურვილის მიხედვით შეიძენს ცალკე გადაცემის, ასე ვთქვათ, სახეს, მაგრამ მანამდე რუბრიკა მერის წუთი, რომელსაც ყოველკვირეულად მერი წარადგენს ხოლმე და უძღვება. ჩემი დღევანდელი სტუმარი პროფესიით გარემოს დაცვითი მეცნიერია. მან პროფესიული გზა ანასეულის ბუნებად სარგებლობის ინსტიტუტში დაიწყო. დღეს კი მისი ხმა, რომელიც ეკრანიდან ამინდის პროგნოზს გვამცნობს, ბევრისთვის სიმშვიდის ტოლფასია. თუმცა ამ ხმის მიღმა დგას მეტი, ბავშვობის იმპულსები, ბარიერების გადალახვა, რწმენა, რომ მის ნამდვილ მხოლოდ სითამამე და სიკეთე მიიყვანს. ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელმაც ბუნებასთან კავშირი გულით აირჩია და ახლა თავად გახდა ხმა, რომელიც ბუნებაზე გვიყვება. კობა ფარტენაძეა ჩემი სტუმარი. მოგესალმები კობა. დიდი მადლობა რომ დამითმე დრო და მოხვედი ჩემთან სტუდიაში. ჩვენს რუბრიკაზე უნდა ჩამოგართვა ხელი. შენი დადებითი ემოციები უნდა გავიზიარო. კობა, მოკლედ ბათუმის ქუჩებში რომ ჩაიქროლებ, ყოველთვის ტოვებ დადებით ენერგიას, ყოველთვის კარგ ხასიათზე ხარ და ჩემს გარემოცვაში ვინც არის, ყველას უყვარ ხარ. მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან ყველაფერი. აი ბუნებასთან კონტაქტი, ბუნების სიყვარული, პროფესიის არჩევა. როდის მოხდა ეს გარდატეხა შენში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. სტუდია ნაცნობია, ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა თემა არის სხვა. ეს არის შემთხვევა, როდესაც უკვე ამინდზე ნაკლებად საუბრობდა უფრო პირად. და ჩემი მიზანიც ეს არის, რომ წარმატებული ადამიანები ჩემს მაყურებელს გავაცნო მეორე კუთხით. და ეს ყველაზე კარგია. ეს არის ყოფება ადამიანები პროფესიის მიღმა. პროფესიის მიღმა, სადაც სულ სხვა სიტუაცია, არც ისე ხან კარგი, ხან პირიქით უკეთესი და ასე შემდეგ. ჩემი პროფესია პირველ რიგში ავირჩიე სიყვარულით, რომელიც ბუნებრივად მოვიდა ჩემთან, არასოდეს არც მიფიქრია და იდეაში არ ყოფილა განხილვაში, რომ სხვა სფერო შეიძლება და მქონოდა. ეს იყო ბუნებრივი მოწოდება, ესე რომ ვთქვათ, უკვე ბავშვობიდან დავიწყე ურთიერთობა ამ ყველაფერთან და შემდეგ უკვე მეხუთე კლასში ვიყავი და ახლობით როდესაც ამინდზე ოფიციალური ჩემი დაკვირვება დავიწყე, ჩაწერა რვეულებში, ტემპერატურების მასში, რადიოში ვუსმენდი, ვადარებდი ასე შემდეგ.
ну რა თქმა უნდა დღეს რადიკალურად განსხვავდება ეს ყველაფერი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ არც კი მიფიქრია რომ რაიმე სხვა მექნებოდა პროფესიად, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის მეტეოროლოგი უფრო დაუფასებელი იყო, ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ და ასე შემდეგ, გავრისკე ასე რომ ვთქვათ, ბევრი რჩევა ნამდვილად არ მემიღია, რომ გინდა თუ არა მეტეოროლოგი უნდა იყაო, იმიტომ რომ ცოტათი ეწინააღმდეგებოდა ყველა ჩემს ირგვლივ, მაინც დღეს ყველა მატერიალურად უყურებს ამ ყველაფერს, თუმცა ამჟამად ვარ საზოგადოებრივი მოწყობლის მეტეოროლოგი, საჯარის ტელევიზიის და რადიოს და მე თვითონ შევქმენი ის, რომ მეტეოროლოგი ცნობიერებაში უფრო მეტად ყოფილიყო. ალბათ ოჯახსაც ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა, იმიტომ რომ ბუნების სიყვარული ეს მშობლებიდანაც მოდის. კი შეიძლება ჩვენ, როდესაც პატარები ვართ, განვერიდოთ, დავისვენოთ, რაღაც ბუნებასთან გქონდეს კავშირი, მაგრამ იყო თუ არა ან დედა ან მამა ამის მაპროვოცირებელი? კი ბატონო, პირველ რიგში მშობლებთან ერთად ჩვენ გვიწევს ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისი თქმა მინდა საცხოვრებელ ადგილს. ბათუმში ცხოვრობდი და ცხოვრობდი ლამის პირდაპირ პარკში, იმიტომ რომ მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება გავატარე ისევ ბუნებაში, ბათუმის ცენტრალურ პარკში. ზაფხული მოდიოდა და დედის მხარეს მივდიოდი გურიაში, ჩოხატაურში და მიყვარს გურია და გურულები. იქ განსაკუთრებული მე დედა გურული მყავს და ამიტომ. კი ბატონო, მე მესმის შენი და ეს არის საოცარი მხარე ნამდვილად და უკვე იქ 3 თვის მანძილზე აღარ სკოლა არაფერი მქონდა ძალიან დიდი დრო იმისთვის რომ დინარესთან ურთიერთობა მქონოდა ტყეებთან და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩემთვის ეს სფერო გახდა ძალიან დაახლოებული, რაც შეეხება დედას ძალიან მიბამდა მხარს ამ მხრივ ძალიან მეხმარებოდა. ხო, არ იყო ესეთი, აი მაგალითად, როგორ გითხრა, აი სამედიცინო რო იყო აქტუალური, მაგალითად იურიდიული, უცებ გადაწყვიტე რომ მეტეოროლოგი გახდარიყავი და ამ მშობლების რეაქცია აი ძალიან საინტერესოა და მათი მხარდაჭერა. დედა ჩემისთვის, ბებიისთვის ეს ყველაფერი იყო ცნობილი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მომყვებოდნენ და ძალიან დამეხმარენ. მამასთან მიმართებაში მოდი გულწრფელი ვიქნები დიდო და რა ინტერესებდა მე რა მექნებოდა პროფესია, ამიტომაც მადლიერი ვარ იმ ადამიანების ოჯახში, ვინც დამეხმარა და გვერდი ამიბელ და ყოველ შემთხვევაში არ შემწინააღმდეგებია ეს ხალხი იმაში, რომ ყოფილიყავი. თანაც იცი რა მოხდა, უკვე სკოლას რო ვამთავრებდი, იმდენად შევქმენი ეს ყველაფერი და ყველა იმდენად მეკითხებოდა ამინდის შესახებ და კი, თავიდანვე სჯეროდაც და ამიტომაც მე იმდენად მომწონდა ეს სიტუაცია. უფრო მეც რომ მივაღწევ რა იქნება, რა იქნება. აი კობა ძალიან საინტერესოა, მეხუთე კლასელი კობა აკეთებდა ჩანაწერებს ბუნებასთან დაკავშირებით და ოცნებობდა იმ პროფესიაზე, რომელიც დღეს არის მისთვის მიღწეული. აი მეხუთე კლასში ჩანაწერები, აი ძალიან საინტერესო თემა იქნება. ალბათ რას წერდი, როგორ გრძნობდი? მაშინ ხო არ ქონდა პროფესიონალური განათლება ამ კუთხით? კი, იმას რასაც რადიოში ვუსმენდი. მართლა? და ქვემოთ ვაწევდი იმას რაც იყო. აი მაგალითად ერთ-ერთი ჩანაწერი თუ გახსოვს, რომელიც აი შენთვის უმნიშვნელოვანესია და თუ გაქვს შენახული ეს წიგნაკი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შენახული მაქვს. ბავშვობის მოგონებები. უმნიშვნელოვანესი იყო, უნიშნელოვანესი მომენტი იყო ჩემთვის ქარიც, წვიმაც, რომელიც ცოტათი აცდენილი იყო. ნახე, ყოველთვის მიყვარდა არაზომიერება და შესაბამისად იმ მეტეოროლოგიურ მოვლენებს ვიწერდი, რაც არ იყო არც იმ სეზონისთვის დამახასიათებელი, იმ პერიოდისთვის და ასე შემდეგ. რა აცდენა იყო, მაგალითად, ქარით უკვე 15 მეტრში, 20-25 უკვე აღსაღნიშნე ამბავი იყო და იმ განსაკუთრებულ მოვლენებს მაგალითად 3 აპრილს როცა გათავდა და აი ასეთ სიტუაციებს ვიწერდი, ეს ჩემთვის განსაკუთრებულად კარგი იყო. აი იყო თუ არა ბარიერები, რომლის გადალახვაც მოგიწია, იმიტომ რომ ეხლა რთულია ხო, მიაღწიო მიზანს და ესე უცებ აი ესე მომინდა რომ მივაღწევ და უცებ არ იყოს რაღაც წინაღობა. აი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი მაყურებელს გაუზიაროთ თუნდაც ის რომ აი კობას რომელსაც ყველა იცნობს და არის წამყვანი, არის პოზიტიური ადამიანი, ესე მარტივად არ მოდის ცხოვრებაში რაღაცეები და რაღაცეების გადალახვა გვიწევს. რა იყო აი ეს პრობლემა, რაც თავად გადაჭერი? პირველი პრობლემა მაგალითად გავიხსენოთ. პირველი პრობლემა იყო თავიდანვე ის რომ მეტეოროლოგი კაცი დადგა ეთერში. ბიჭი. აჰა. მეორე პრობლემა იყო გავმიჯნოთ ახლა ტანის ამოსის, რომელსაც ვერ ეგუებოდნენ. სულ რომ ფერადი ხარ ამიტომ ხაზე გავუსვა. ხო, სავარაუდოდ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.
მესამე იყო ის, რომ რატომღაც საქართველოში მეტეოროლოგების უნდობლობა იმ ხრივ, რომ ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ამინდთან მიმართებაში და ვეღარ ხვდება მოსახლეობა რომელი მართალი და რომელი მტყუარი და მაგრამ ყოველთვის მართალი აღმოჩნდება ხოლმე. ხო, უბრალოდ დასაწყისში როცა ეთერში მოვხდი ძალიან დიდი ბულინგი, ლანძღვა, წყევლა გადავიტანე იმის გამო რომ თითქოს მე ვიყავი დამნაშავე იმაში რომ რაღაც გველოდებოდა. მე ვიყავი დამნაშავე იმაში რომ არ მეცვა მუქი ტანსაცმელი. ანუ ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი განხილვის თემა. მოიცა არ გეცვა მუქი ტანსაცმელი. ანუ ეს აღქმა, ის რომ შენ არ დადიხარ, მაგალითად შავფერებში, მუქ ლურჯფერებში, ნაცრისფერი და ხარ ფერადი, აი ყვავილები. მე კომპლიმენტი უნდა გითხრა, ეს კიდევ ერთი სითამამეა ადამიანის იმოსება ისე, როგორც მას სურს და არ იზღუდება სხვისი შეფასებით. მაინდამაინც კარგ მეტეოროლოგს უნდა იცვას მუქი ტანსაცმელი. ხო, თითქოს იმ სტანდარტებით ბულინგი ამ კუთხით იყო? მაგ კუთხითაც იყო ბულინგი, კი. რო ყოფილიყავი ცოტა უფრო სუსტი, ალბათ კიდევ უფრო სუსტი. კი ბატონო, შინაგანად. შინაგანად ეთერში დადგომის გარ რაღაც პერიოდი თავსაც შევიკავებდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კომენტარები იწერებოდა. მაგრამ თავარია ჩვენ არ დავყაროთ ფარხმალი და ეხლა იმის საპირისპირო სწორ საზოგადოება, იმიტომ რომ მე დაუმტკიცე ამ ადამიანებს, რომ ჩაცმულობა არ არის პირველი რითიც შეიძლება შეაფასონ ნებისმიერი სფეროს პროფესიონალი. ხშირად ხარ ბულინგის მსხვერპლი ხოლმე, ხედავ Facebook გვერდზე აშუქებ ხოლმე და აი ესე პოზიტიურად და აი ესე ღიმილით ახერხებ ამ ყველაფერს, რომ მე პირადად შენ სტატუსებზე აი ნეგატივს კი ვერ ხედავ, მხოლოდ პოზიტივს, აი ესე პასუხობ ნეგატივით და რატომ შეიძლება მხოლოდ 60-ის გამო, მაგრამ თუნდაც აი აქ, როდესაც ვაწყდებით ამ პრობლემებს, შენ მზად ხარ ალბათ ფსიქოლოგიურად აი ამ ყველაფრისთვის სადღაც, თორე ალბათ ესე თამამად დაც ვერ გადაწყვიტავდი რომ ვიზუალურად გითქვა შენი სათქმელი. მე მეცვირის რასაც ამბობ, ანუ ჩვენთან ძალიან დიდი სტერეოტიპებია ამ ხრივაც, რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავისუფლება თავის თავში მოიცავს იმას, რომ ანუ საკუთარი თავის სურვილების მხოლოდ ამ მოტივებზე იარო, რაც მე მინდა ეს არის, იყო მაშინ უკვე საკუთარი სურვილების ტყვე. ანუ მე არ ვამბობ იმას, რომ რაღაცა სხვა არ გადასული, ისეთი ქცევა ჩაიდინო ადამიანმა, რაც რაღაც შენ თავში შეიძლება შენც არ მოგეწონოს. მე ვამბობ რას. ჩვეულებრივ სიტუაციაში ეს ფერადი ყვავილებიან და ასე და ისე ტანსაცმელი მოკლედ, რაც ზოგადად ფიქრობენ რომ სტანდარტში არ ჯდება, არა და ჩვეულებრივი ამბავია, ეს იწვევს ძალიან დიდ, ასე რომ ვთქვათ, აი ზიზღს შურს, აგრესიას და ასე შემდეგ ადამიანებში. რა მხრივ? იმ მხრივ, რომ იცი უკვირთ. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ასპექტები აქვს და ძალიან კარგად აღნიშნე, რომ მე ამ ყველაფერს ღიმილით ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდა იმაში, რომ ემპათიის უნარი გამომემუშავებინა, ანუ მე შენი საქციელი არ მომწონს, მაგრამ მე შენი მესმის. მე მესმის ვინ არის ის, ვინც დაუშვათ რაღაცას ამბობს. როგორ გაიზარდა, ან როგორ გამოიყურება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იცი რა, ჩვენ გავცეთ თუ არა მეორე ადამიანს. თუმცა მათ ეიზარებათ საკუთარ თავზე მუშაობა და ურჩევნიათ, რომ მაგალითად სხვისი ბულინგით იყვნენ დაკავებული. კი, სამაგიეროდ მე არ მეზარება საკუთარ თავზე მუშაობა და მე ვხედავ იმას, რა სჭირს. შესაბამისად, ეხა აუყვე, როცა ადამიანს უკვე უყვები რა სჭირს, ძალიან ცოტა არ იყოს ჩემი მხრივ, ჩემი თავის მესამე ადამიანის თვალით დანახული ჩემი თავი ამ მხრივ იქნებოდა ძალიან ულამაზი. შვენიერი, მოკლედ საფასუხისგებლო პროფესია გვაქვს. მეტეოროლოგი ეხა არ არის ეს მარტივი, იმიტომ რომ ადამიანებს ახარებ კიდევაც და საშიშროებასაც უზიარებ. აი ამ ფაქტორს გახარება, რა თქმა უნდა, მზე რო ამოვა და ყველა კარგი ხასიათზეა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტორი, როდესაც მოსალოდნელია ქარიშხალი, მოსალოდნელია მიწისძვრა და ასე შემდეგ, ეს სტიქიები როგორ აწვდი აი ამ ყველაფერს მაყურებელს, რა თქმა უნდა, ფიქრობ ამ ყველაფერზე, რომ არ გამოიწვიოს განგაში, სტრესი, აი პროფესიულ კუთხესაც რომ შევეხოთ. კი, აი საზოგადოება ჩვენთან ცოტა უფრო სენსიტიურია ამინდის ხრივ, მაგალითად, ვიდრე მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში. იცით რა, ეს რო იყოს ეხლა რასაც ვიტყვი, 1-2 შემთხვევა არ გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენთან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანების უარყოფითად უყურებს აი ნებისმიერი ამინდის პროგნოზის გაფრთხილებას. აი მზეზეც ისევენაირად უკვე დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს, წუწუნებენ,
როგორც წვიმაზე, ანუ მზე ასოცირდება ძალიან ბევრი ადამიანისთვის, გამოვა ეხა მზე და სიცხეები დაიწყება, უკვე დაიწყო ამ მხრივ წუწუნი, წვიმას ცალკე ტირიან და ამ მხრივ ისეთ წუწუნია და მოკლედ ვეღარ ხვდები. მაგრამ რაც შეეხება აქ სიტყვი წუწუნები, სიტყვი წუწუნები, ანუ ბალანსი სადიპოვე თავად შენ. თქვა სიმართლე და თვითონ დააბალანსებ სიმართლე, ხა ვის მოეწონება და ვის არა. ეს არის მათი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩემი ვალია პროფესიულად, ახლა ნახეთ, ბანკში ვალუტის კურსს აცხადებენ, თვითონ ხო არ ქმნიან კურსს, მაგრამ მათი ვალია და მოწოდება შე რაც არ უნდა მოგწონდეს. დოლარი, რომელიც მიიტანე გარდახურდავების დროს კურსი, რაც არ უნდა არ მოგწონდეს, უკაცრავად, შენ ბანკირს ვერ დაუწყებ ხო ამ ყველაფერზე დავას. შესაბამისად, იგივეა ახლა ვიღაცას ამინდი რო არ მოსწონს, აი ეს არც ჩემი პრობლემაა და არც ჩემი დავა. მაგრამ გაფრთხილებაზე რაც მითხარი, სენსიტიურად გაცილებით, ქარიშხალი გრიგალი ძალიან ნაკლებად მიუხედავად იმისა, რომ 17-22 მეტრი წამიდან 32 მეტრი წამამდე არის ქარიშხალი და შემდეგ გრიგალი შეიძლება დავწერო და უშოთ, რომ 20-25 მეტრი წამში ქარი და ქარიშხალი ამოვიღო, იმიტომ რომ აღიქვამენ კატასტროფულად. არა და ეს იმიტომ იწერება, რომ შეიტანონ აივნებიდან რაღაცეები, მოემზადონ, იყვნენ მზად ამ მოამინდობისთვის და ასე შემდეგ. თუმცა აქ უფრო მეტად იძაბება სიტუაცია და არის ატეხილი ერთი ამბავიდან. ხო, ჩვენ ვახსენეთ, რომ ძალიან იშვიათი პროფესიაა. აი, ყოფილა თუ არა შენს ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც თუნდაც გამოუთქვამს დაინტერესება, აი, ყობა მეც მინდა, მაგალითად შევისწავლო ეს პროფესია. სტატისტიკის მიხედვით ეხლა რა მდგომარეობა ამ კუთხით? სხვათა შორის კლიმატის შეცვლის ფონზე ცნობიერება ამაღლდა ამ მხრივ, თუ მე როცა ვაბარებდი, თუ არ მივიდოდი ჩვენ სინოპტიკოსებთან და გავიზარდე სხვათა შორის ბათუმის გარემოს ეროვნულ სააგენტოში ძალიან დიდი ღვაწლი ჩადო ჩვენმა მეტეოროლოგებმა აქაც პირველ რიგში. ეს აღნიშნულოვანი ფაქტია. და თბილისშიც შემდეგ უკვე ზრდასრულობის ასაკში, მაგრამ თითქმის არ გამზარდა პროფესიონალებმა, მე მივედი, ოღონდ ჩემით მივედი. მე ვარ ეს და ეს, თქვით, მე ვარ კობა ფარტენაძე, მე მინდა ვიყო მეტეოროლოგი. ბავშვობაში მივედი აქ ბათუმში გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნუ მასში სხვა სახელი ერქვა. ამიტომაც, იმიტომ დამჭირდა შეიძლება ეს ყველაფერი, რომ არ იყო ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ირგვლივ მასწავლიდა. ეხლა არის. ეხლა მე ძალიან ბევრი მწერს ამოწმებენ, უნდათ მეტეოროლოგობა და ასე შემდეგ. ასე რომ ანუ სასიხარულო ფაქტია ეს, რომ უკვე ამ პროფესიის მიმართ გაჩნდა ინტერესი და სხვათა შორის ძალიან რთული პერიოდი გაგივლია, იმიტომ რომ როდესაც არ იყო ამდენი რამ ირგვლივ ძალიან რთული იყო აი მიზნის მიღწევა და ეხლა როგორც აღნიშნე, უკვე მარტივია. რთული, მაგრამ სასიამოვნო. ჩემი თუ ამზადებდი ფლუგერებს, ხეზე ეზოში ყველანაირი მოწყობილობა გქონდა. ჩემი დამზადებული გრადუსის გარდა, სადაც ვერცხლის წყალთან გქონდა საქმე და პროფესიულად ამ ყველაფერმა დაინტერესა, ეს თემა მომიყევი ეხლა. მე არსად არ წავსულ ვარ იმისთვის, რომ ესწავლა დაუშვათ როგორი ზომება. მოიცა, ეზოში რას ამზადებდი შენი? ფლუგერი არის ქარის მეტრწამობის საზომი და მიმართულებას გვიდგენს. ამ ყველაფერს ჩემით ვაწყობდი, ანუ ვენტილატორის თავით, რაც კი ფუჭდებოდა ყველაფრით, აი მაგალითად იატაკის მოსაწმენდი ჯოხით, მახსოვს ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მივდიოდი, ამ ჯოხის ჰქონდა ყველაზე სწორი ფორმა, მომქონდა, შემდეგ მუჭმალის ხე მქონდა სახლში და ზემოთ ყიდებდი და მთელი სამეზობლო დაგეთანხმებათ. იმაში რომ მთელი ბავშვობა ვზომავდი ქარს. ანუ კვლევებს აწარმოებდი საკუთარი ხელით და საკუთარი გამოგონებით, აი რაღაც. კი, და შემდეგ უკვე მე აღარ დამჭირვებია რომ ფლუგერი რა, გრადუსი რა, საზომები და ისინი ჩემთვის პრინციპში ჩემი დავაწყე. კი ბატონო, არ შემიძლია არ კითხო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც და მე მაქვს ნება შენი მხრიდან, რა იყო ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილი შენს ცხოვრებაში? ცოტა მიმძეს რამაც განაპირობა მაგალითად თუნდაც შენი სასიკეთო კუთხით წასვლა და აი განვითარება, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ამ თემას რაღაც კუთხით ჩვენ შევხვებოდით და თავს ამიტომ ვაძლევ უფლებას რომ კითხო. კი, ეს იყო ჩემი ძმის სიტუაცია. ძალიან ლამაზ მშვენიერ დღეს შევიტყვა ეს ამბავი, რომ ჩემი ძმა გარდაიცვალა თან ძალიან ცუდად პირდაპირ ასე მომახალისლით, ჩემთვის იყო ეს ძალიან დიდი ასე რომ ვთქვათ, აი გაგების მომენტიც კი დიდი ტრაგედია იყო, იმიტომ რომ გააჩნია ადამიანს როგორ ეტყვი. პირდაპირ უცხო ადამიანი, როდესაც გირეკავს ტელეფონზე, რომ თქვენი ძმა პროზექტურაშია, ეს არის ალბათ
რა ვიცი, ასმაგი ადამიანი უნდა გახდე, რომ ეს ყველაფერი გადალახო და ჩემში ამ მომენტში სხვათა შორის ბავშვობაში აი ეს არის საინტერესო ბავშვობაში თანადგომა ზუსტად შენი პროფესიის სიყვარულის მიმართ და თავისი მხრიდან როგორი იყო. აი ამაზე ვისაუბროთ, როგორ დაგეხმარა. აი იცით რა, მე მქონდა ძალიან ბევრი კომპლექსი, ჯერ იმისთვის რომ ბავშვობიდან ცოტათი განსხვავებული ვიყავი იმ მხრივ, რომ არასოდეს ავჯდებოდი საზოგადოების სტანდარტებში, თუმცა მე წაღანა აღნიშნე კიდეც, რომ არასტანდარტი ესაა ქუჩაში შიშველი გამოსვლა, თორე შენ წითელს ყვითელს ჩაიცმო თუ რაღაცა, ეს არ არის ზომიერების ზრღვევა და ეს წესი დღევანდელობაში არ უნდა იყოს პრობლემა და ამიტომაც ამ ყველაფრის ფონზე რაღაცები მეც ვიმეცადინე, ვისწავლე, საკუთარ თავთან მუშაობა და ასე შემდეგ და ალბათ ბევრად უფრო ძლიერი დავხდი იმ მომენტს, რაც იმ მომენტში ჩემი ძის მომენტში გადავხვდა თავს და სხვათა შორის ამ კომპლექსების რაც დარჩენილი მქონდა მოხსნა, თუნდაც არასრულფასოვნების კომპლექსი და ასე შემდეგ მოხდა აი ზუსტად მაგ მომენტში, როდესაც მე მაგალითად საკუთარ თავს არ ვაფასებდი ისე როგორიც საჭირო იყო და იმ მომენტში დავაფასე რამ ხრივ. აი წამია ჩვენი ცხოვრება. წამია ეს ისეც ვიცოდი. აი ნახეთ ადამიანი როგორ შეიძლება გახდეს მეორე ადამიანისთვის ხიდი და მისი თავი დაივიწყოს. ეს ანუ რასთან მიმართებაში ვამბობ, ნახეთ, როდესაც ჩემი ძმის ამბავი გავიგე, იმ მომენტში ალბათ განგების ძალა იყო, რომ აი დედაჩემს ვეხორწებოდი, მაგრამ 6 თვის მანძილზე წადი ექიმთან. ისეთი მნიშვნელოვანი არ ქონდა და პროფილაქტიკის მიზნით. აი სწორედ იმ დღეს წავიდა. და ერთადერთი რაც წარმოვიდგინე ამ მომენტში ეს იყო ის, რომ როცა ეს ამბავი შევიტყვე, დედაჩემს გაეგო ყველაზე გვიან და ყველაზე გვიან ჩაეცვა ამ ამბის დროს შავი ტანსაცმელი. და მე რაც გავაკეთე, ეს იყო ის, რომ წავედი ბათუმის მედცენტრში, მაშინ სხვა სახელი ერქვა, მივედი, წავართვი ტელეფონი და შევეცადე 2 საათის მანძილზე ყველა ექიმთან მისულიყო და ეს 2 საათი გაეტარებინა ისე, რომ ეს ამბავი არ ცოდნოდა. და სახლში მოსვლამდე კიდევ ვერ გაიგო. შენ საოცარი ადამიანი ხარ. მაშინ გავაცნობიერე, რომ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ გვერდში დგომას და დახმარებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ადამიანს. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ გაგვიზიარე ხა ჩვენთვის მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ჩემი ძმა მოჭიდავე მე აქ. აი პატარები როცა იყავით და შენ ამ კოლევებს აწარმოებდი, აი როგორ გედგა გვერდით და როგორ იღებ და აი ამ ყველაფერს ჩვენ რო ცდებს ატარებდი, ახლა ალბათ გიყურებდა კიდევაც. მიყურებდა კიდეც და იცი რა პრეტენზია მას ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდ სიდუხჭერაში გავიზარდეთ და ჩემ ძმამ რაც მიაღწია იგივე თავის გამარჯვებებში, დაობაში და რაღაცაში, აი მიაღწია როგორც მე. არავისთან არ მივსულ ვარ ფული რო გადამეხადა და მესწავლა პროფესია. ანუ პატიოსანის შრომით ნახეთ თვითონაც სანამ ფალავანთა კლუბში თბილისში წავიდოდა და ასე შემდეგ, აი ჩვენ მქონდა გორგელაძის ქუჩაზე ძველი გორგი. ძალიან დიდი ეზო, ყველა ბათუმელმა იცის, საკმაოდ ხმაურიანი ოჯახი ვიყავით და გვიცნობენ. ნახეთ, მე თუ ფლუგერს ვამზადებდი, ჩემი ძმა საკუთარი ხელით დამზადებული გირებით ვარჯიშობდა ლეღვის ხეზე ჩამოკიდებული. გასაგებია, მაგრამ ორივე შრომობდით ის თავის პროფესიაში, შენ თავის პროფესიაში. ხო, არასოდეს არ ყოფილა რომ ერთმანეთის პროფესიისთვის ხელი შეგვეშალა და თუნდაც ბავშვობის ჩხუბის დროს, როცა ჩვენ ყველა ვჩხუბობ დაძმა, იმ მომენტშიც კი საკუთარ პროფესიას არ ვეხებოდით და აუ, ეხლა ძალიან მაინტერესებს, აი პატარა კობა, რომელიც მე-5 კლასში თავის ჩანაწერებს წერდა, ოცნებობდა რომ გამხდარიყო აი ცნობილი მეტეოროლოგი, დღეს ეკრანზეც არის, ჩემი კოლეგაც არის, მთელი ქალაქიც იცნობს. აი ამ გადმოსახედიდან ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის შენთვის, რას მიაღწია, რას თვლი, იმიტომ რომ ყველასთვის აი ბედნიერება ინდივიდუალურია. ჩემთვის შეიძლება სახლში ვიყო მშვიდად და აი ეს იყოს ბედნიერება. შენთვის რა არის? ჩემთვის ბედნიერება არის ის რომ თუ ამ მომენტში მე აქ რო ვზივარ და რაღაც არ მაწუხებს, ეს არის მადლიერების განცდა. რაზეც მადლიერი ვარ, მე ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს. იცი რა, ოცნებაც კი უნდა იყოს ცოტა რეალობასთან ახლოს. დახურული კარის წრევა ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, თუ ეს შეუძლებელია და ნახეთ, სხვა გზით უნდა მივუდგეთ იმ კარს, რომ ჩვენ იქ მოვხვდეთ. ანუ რასთან მიმართებაში ვამბობ ამ ყველაფერს. ბედნიერება რომ არ იფიქრო, სხვა შენზე კარგადაა. კი ბატონო. დილით, ვინც თუნდაც აი
ძალიან ლამაზ კადრებს იღებს და ასე შემდეგ ის ჯერდგება და მე ისე წობა და მე იღებს რომ ისე კარგად იყოს ყველაფერთან მიმართებაში რაც ნახეთ რაღაც მინდა დაუშვათ და ვარ ამ მომენტში ვწუწუნებ ჩემს თავს ეუბნები რომ დავუშვათ გავაკეთე მე რა ну то есть ნიშნავს რომ ამ წუთას რო ვერ ვაკეთებ ეს არის უბედურების წყარო ამ ხან მოკლე სიტუაციაში. ვფიქრობ რომ ყველა ემოცია უნდა გამოუშვა. ყველა ემოციის გამოხატვა. აბსოლუტურად, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ კორექტირება რაღაცეების, რომ მარადიულად არ ვიყოთ ნეგატიურ ენერგიებში, იმიტომ რომ ისევ ჩვენ შეგვაწუხებს, თორე ნეგატივი თუ არ გამოუშვით, ესე იგი ის პოზიტივი ყალბია. რა თქმა უნდა, უბრალოდ შეხედე გამიჯნოთ უნდა. ფორმა უნდა მოუძებნოთ ამ ნეგატივის გამოხატულობას. ნახეთ, ჩვენ ხო ძალიან არ მოგწონს სულ წუწულით მოსიარულე ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეწუწუნოთ სახლში. მათ არიციან გამოხატოთ ნეგატივი. მათ არ აქვს მოძებნილი უნდა იჯდე, კომფორტულად უნდა იწუწუნო ეს წამოწე. ჩვენ ასე ვიწუწუნოთ. არა, სახლში შეგვიძლია ვიწუწუნოთ, ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ და გარეთ გამოვიდეთ და ჩვენი ენერგია არ უნდაც მარტო ვიყოთ. თუმცა ამასაც არ მივესალმები რაღაც დოზით, იმიტომ რომ მეგობრობა არის ის ზუსტად, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიაროთ, კარგი იქნება თუ ცუდი, იმიტომ რომ მაშ რატომ ვართ ადამიანები, ხო? რა თქმა უნდა. როგორც თეთრი არსებობს, ესევე არსებობს შავი, მაგრამ არსებობს ყველგან ზღვარი, რაც უნდა დავიცვათ. სულ ბედნიერები ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ არსებობს ესეთი მაგალითი. ბედნიერია, ნახეთ, ძალიან სხვანაირი შედარებაა, მაგრამ როგორ ვანუგეშოთ ერთხელ კითხეს ერთ ძალიან კარგ ფსიქოლოგს, ადამიანი, რომელიც კუბოსთან ზის. და იყო პასუხი, ბედნიერია ყველა ჭირის უფალი, რომელსაც ღირსეული მიცვალებული ყავდა. ნახე, იქაც კი არსებობს ბედნიერების მარცვლები. რომ შენ ღირსეულ ადამიანს დაასტირი, უღირსი იქაც არსებობს. ამიტომაც ჯერ ერთი ეს სტერეოტიპია მე ვთვლი, რომ სულ ბედნიერები უნდა ვიყოთ, შეიძლება ვიყოთ, უბრალოდ დავდიოდეთ და ჩვეულებრივად და საერთოდ ხო მივხვდით, ბედნიერება უბრალოდ არის განცდა ჩვენი დაგეგმილის დაგვირგვინება ან ღიმილი დილით როცა მზე ამოდის და თუ არ ამოდის ან თუნდაც ერთი ჭიქა ყავა და ვარ უკვე ბედნიერი. ხო, რა თქმა უნდა, იცით ჩვენს თავს ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტად ვიდრე შეუძლია, თორემ მე იწყება დეპრესია. ჩვენ ადამიანები რომ იმაზე მეც ვთხოვთ და ვსჯით ხოლმე და სულ დანაშაული ხდება. დღევანდელი ცუდად თუნდაც ისე არ ყოფნა, რომელიც გვინდა, როგორც გვინდა რომ ვიყოთ, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ უბედურები ვართ. უბედურება ცოტა სხვა რამეა და საერთოდ ვთვლი, რომ რამოდენიმე უბედურება არსებობს ამ სამყაროში და ეხლა მაგას არ განმარტავ, რომელიც შეიძლება რომ ადამიანს როდესაც ადამიანს ვერ უთხრა რაღაც საიმე და თვითონ უნდა გადალახოს. დანარჩენი ყველაფერი იცვლება, ყველაფერი სრულდება და იწყება. ყობა, უღრმესი მადლობა დაგემშვიდობები და წარმატებებს გისურვებ. თქვენ მადლობა რომ დაინტერესდით ჩემი ამბებით. მადლობა ჩემო ძვირფასო, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა შენი მოსმენა. მერის მადლობა რომ მოგიწვია სტუდიაში. დიდი მადლობა გასცემით. ატას მადლობა, მე მადლობა რომ შევძალი კიდევ ერთხელ თქვენი მასპინძლობა ყველასი სტუმრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მიყვარხართ, გემშვიდობებით, მოკლედ. ცოტა ხანში შევხვდებით მომდევნო კვირაში. კი ბატონო. დროებით ყობა. დროებით. მოკლედ ყობა დავემშვიდობეთ სასიამოვნო. თავიდან და ახლა ჩვენი გამოკვების დრო იქნება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის ყურება მოგვიწევს ეკრანზე, მაგრამ ნონა თავისი აჯობს სანდალით, საშურველით. სადა ხარ ნონა, რა მოგვიმზადე და გემრიელით. მე მგონი ლექსებს წერ საჭველზე ფარგლესი რუბრიკა, ეხა ის მიშლენის ლექსები უნდა დავწერო კერძებს. მოდი სადაა ნონა, ვნახოთ ყველამ ერთად. აბა ნონა, შუადღე მშვიდობებით. აწუყე შეფ გიორგი. მოგესალმებით. გამარჯობა. რა უნდა მოგვიმზადოთ დღეს? მივესალმები დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს. დღეს ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს თქვენთვის და თუ რა უნდა მოვემზადოთ კონკრეტულად ამას გიორგი მოგვიყვება ახლა. გიორგის წარდგენა აღარ შეიძლება მგონი. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას, მივესალმები მაყურებელს, წამყვანებს. დღეს კაი ამბავი გვაქვს. თქვენთან ერთად უნდა მოვამზადოთ პასტა კარბონარა, ოღონდ კაპრიპიცეულად დიდ ბორბალში, ესეთ ამბავში. გამოვიტანოთ ვაჩვენოთ მაყურებელს. მე მგონი ბათუმში კი არა, საქართველოში არ არის მსგავსი ამბავი. ამაში უნდა ამოვსვაროთ ჩვენი კარბონარა. ეხლა დავიწყებთ. მოკლედ მე თქვენი ეთერისთვის გარაკეთები მაქვს ერთხელ კლასიკური კარბონარა ლინდასთან ერთად. კი. და ეხლა გავაკეთებთ განსხვავებულ კარბონარას აქაური შეფის რეცეპტის მიხედვით. კი, ჩვენ დავგვჭირდება უკვე გახურებული ტაფა.
პრემიუმ ხარისხის ბეკონი დღეს არ დავინანებთ და აი, აქ არის. ესე ჩვენ რა თქმა უნდა ხელებით მუშაობთ. კი. არ იყენებ ხელთათმას, კიდე ერთხელ ვახსენოთ, რატომ მიყვარს სხვათაშორის ეგ წინადადება. იმიტომ რომ ჩვენ ვიბანთ ხელებს და არ ვიყენებთ ხელთათმას. ეს რა არის? ეს არის ნაღები. კლასიკურ რეცეპტში არ შედის ნაღები, მაგრამ აქ შეფმა ესე გადაწყვიტა და დამიჯერეთ ისეთი გემრიელია, მე მაქვს ნაჭამი უკვე. დიახ. მე ვიცი და მახსოვს რომ წამყვანებს უყვარს ძალიან კარბონარა და ერთ-ერთი ზოგადად იტალიური სამზარეულო ჩვენ ყველა წამყვანს მოსწონს და სხვათა შორის განსაკუთრებით სოფო შაიშმელაშვილს, რომელიც ახლა სწორედ იტალიაში იმყოფება. რისთვის წავიდა? უბრალოდ დასასვენებლად. ჩვენ პატარა იტალია აქ მოვუწყვეთ, რომ ჩამოხვალ შევეჯიბროთ. იტალიური თუ ქართული. ნახოთ სოფო რა კერძის მომზადებას ისწავლის იქ და გაგვიზიარებს შემდგომ თავის გამოცდილებას. აქაური რეცეპტის პირველი ეტაპია გახურებულ ტაფაზე გადავიტანოთ ბეკონი, პრემიუმ ხარისხის ბეკონი. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ხო როგორ ჩვენ უკვე გვაქვს ალდენტეზე მომზადებული პასტა ტალიატელე და ამას შემდეგ დავამატებთ. ესე იგი შემდეგი ეტაპი არის რა? ეს დავბრაწოთ მაქსიმალურად. უნდა გამოუშვას თავისი წვენი. აი ესეთ ამბებში. უკვე კარგად გამოიყურება. გადავიტან თვალის ზომით პროფესიონალი ხო ვარ ჩვენ გადავიტანთ ნაღებს. რა თქმა უნდა უკვე იმდენჯერ მოვამზადეთ რუბრიკა ჯაფსანდალისთვის კერძი. რა ეფექტურად ნამდვილად ეფექტური იყო კადრში. რა კარგი სურნელი ტრიალებს და როგორი გემრიელი არომატები ექნება ამ კერძს. ესე იგი ყველაზე მთავარი რასაც არ ვინანებთ ეს არის წიწაკა და მარილი. ანუ ძალიან უხდება ჩვენს კერძს მარილი და უხდება შავი წიწაკა. ჯერჯერობით პროცესი მომზადების ძალიან მარტივად მიმდინარეობს. მოდი ჩვენ ხურას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, ვფიქრობ, ჯერჯერობით რასაც ხედავ რა თქმა უნდა. აი, ნახოთ როგორ. ეს ამბავი გვაქვს უკვე. ბეკონს აქ ისეთი საოცარი სურნელი, რომ შეგვიძლია ჩვენი მაკარონი გადავიტანოთ. მაკარონი გადაგვაქვს, უი, ცოტა ვიღოთ ის მაკარონი? ძირითადად მითხრეს, რომ ამათ რეცეპტში არის, რომ პარმეზანი უნდა მექნა შიგნით, მაგრამ ეხლა დავამატებთ ეგ არაფერი. მაგრამ ისედაც ვათავსებთ ხო პარმეზანის ბორბალში, რომელიც ძირითადად იტალიაში ემილია რომანში იწარმოება და ეს იტალიელებისთვის მხოლოდ ყველი კი არ ყოფილა, არამედ კულტურული სიმბოლოა და ძალიან გემრიელია სხვათა შორის ეს ყველი ალბათ ბევრ ადამიანს მოსწონს. გამოთქვათ ქართული აქცენტით forma di parmigiano reggiano. ეს ძალიან ლამაზად ჟღერს სხვათა შორის. ეხლა ცოტა ხანში ნონას ჯერი მოვა რომ გაერთოს. მასტერ კლასი. ცოტა ოდენ ნაღებს დავამატებ. თან პირველი შემთხვევა იქნება, როცა ამას გავაკეთებ და მაყურებელიც ვინც პირველად მოამზადებს ესე, მისთვისაც საინტერესო გამოცდილება იქნება. ჩემი თვალით ცოტას დაიმატებ შავ წიწაკას. ჩვენ ხო ყველაფერს თვალით ვაკეთებ. მაგრამ ჩვენთ ახლო კადრი თუ შეიძლება მაყურებელს. დამიჯერეთ კაბრებიცაში რომ მოხვალთ, ბევრად გემრიელი იქნება, მაგრამ დღეს ლამაზი გავაკეთოთ ჩვენი მოვალეობა ლამაზი გავაკეთოთ. იმიტომ რომ მაყურებელი აღიქვამს ვიზუალს სამწუხაროდ გემოს და სურნელს ვერ იგრძნობს, მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით შეაფასებს და შემდგომ გადაწყვეტს თავად მომზადოს თუ არა მსგავსად. ჩვენი პასტა უკვე იმ ტემპერატურაზე რომ შეგვიძლია გადავიტანოთ ბორბალს პარმეზანის ბორბალში. ეხლა უკვე მე პირდაპირ ალბათ ესე უნდა ვქნა. შიფცით ჯობიაო. გული გიკარნახებს როგორ უნდა ქნა. ნახეთ, ეს მომენტი არის ყველაზე ლამაზი და სხვათა შორის ამას თავდაპირველად როცა აკეთებდნენ, შიდა სამზარეულოში ამზადებდნენ და შემდგომ მიხვდნენ რომ იმდენად ლამაზი სანახაობა იყო, გადავიდნენ რესტორნებში. ჩვეულებრივ მომსახურ ან ადამიანებს ხო ვინც მიდიოდნენ სტუმრებს პირდაპირ მაგიდასთან უმზადებდნენ, რადგან კი ერთგვარი შოუ არის და ბევრს მოსწონს სხვათა შორის. აუ რა კაია. ჩვენ ამ შოუს მომსწრენი ხდებით და აი ხო პარმეზანი უქენით, მაგრამ აქვს სხვანაირი სურნელი წამოვიდა მეგობრებო დამიჯერეთ. ნება და соусად იქცევა ჩვენი პარმეზანი, რაც კიდევ უფრო აგემრიელებს პასტას. ზადვარ ასე ჩამდონ ყველში და ასე ამრიონ თქო. პატა ძალიან ბედნიერი ხარ ხო? ეს ბოლო პროცესია თუ უნდა გადავიტანოთ? აღარ გადავახარსად? უნდა მოართვა პატას აუცილებლად. არა ეს აქამდე მოტანის დროს გაცივდება გემრიელი და ნახეთ ტალიატელე. დავახვილეთ მაკარონი, მაგრამ მე მაკარონის ახლა არ ვიცი. წამყვანები გვეუბნებიან რომ პატას აუცილებლად უნდა მივართვათ ეს კერძი და ეხლა მოვდივართ პირდაპირ ჩარტერული რეისით. პატა მოუფრინავთ პირდაპირ სტუდიაში. მერი, ნინო აუცილებლად უნდა წამოვიღო ეს კერძი. ცოტა შორს არის და ვიზუალურად არც თუ ისე დახვეწილი გამომგვივიდა, მაგრამ ხორი გემოება. ეხლა მთავარი საიდუმლო რა, ანუ ყველაფერს შველის ეს ბევრი პარმეზანი დააყარეთ მეგობრებო.
ყველი არასდროს არ არის ზედმეტი თუ დამეთანხმები. არასდროს. აი, ჩვენი კარბონარა გამოიყურება შემდეგნაირად. შესანიშნავად. აი ესე. ძალიან არომატულია. ძალიან და წესი ნომერი 1, ამათ ერთში თქვათ რა. ძალიან ცუდი ტონია, როცა პასტას ჭამენ ყოფზით. არასდროს არ ჭამოთ პასტა ყოფზით. პასტა უნდა ჭამოთ ჩანგლით და უნდა შეიგრძნოთ მაქსიმალურად. უნდა შეისრუტოთო, ესე გვეუბნებიან. მილანელები ალბათ ტოსკანაზე ჭამენ ყოფზით, მაგრამ მაშინ მიდი აჩვენე მაყურებელს როგორ უნდა შევისრუტოთ პასტავა ჩვენ ახლა. რადგან ცხოვრებაში ყველაზე კარგად გამომდის ჭამა, დღესაც შევჭამ. ძალიან გემრიელია, ხო? მე სიტყვაზე გენდობი, ისევე როგორც მაყურებელი და ჩვენი წამყვანები. ძალიან გემრიელია. მეგობრებო, ესეთ ხალისიან ნოტაზე დაგემშვიდობებით, გვაპატიეთ წამყვანებო, რომ ნერწყვები გაგვიყვანოთ. ტომი და ჯერიში გახსოვთ გემას რო ღეჭავს ტომი ასე რომ ღეჭავს და თაგვი რო იმეორებს ამ მოქმედებს იგივე და ზუსტად იმიტომ რომ კარბონარა არაერთხელ გამიკეთებია ცხოვრების განმავლობაში ამის განმავლობაში ალბათ ერთი წელიწადში რამდენჯერმე მინიმუმ ვაკეთებ ერთ ჩემს ბავშვებსაც შეუყვარდა იმიტომ ვაკეთებ ხანდახან არ გამომდის კიდეც რაც ბუნებრივია მაგრამ მაინც ვაკეთებ და ბავშვებს ძალიან უყვარო განსაკუთრებით ამის გამო მოკლედ კი ვისაც უყვარს იტალიური კერძები ახლა დააკვირდა იმას როგორ აკეთებს დაუშვათ გიორგი დააკეთე პროფესიონალი გვეჭკარება ჭამა კი არა საქმეს გააკეთა ისე როგორც აკეთებენ იტალიელი ბებოების შვილიშვილებისთვის აი ლაზათიანი ლუპა მარტო ჩვენთან კი არა ბებო რო გასუქებს გაჭმენს ბევრს იქაც უყვარს ისედაც კალორიულია და პატარაულობა უნდა და თან იტალიურად ბებო არის ნონა და ნონამ და გიორგიმ გაგიკეთეს იტალიური დრო მოვიდა დავემშვიდობოთ ხო ნონას და გიორგის გემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა ასე გემრიელად მეყოლეთ დიდი მადლობა თქვენს. კარგი შაბათ-კვირას გისურვებ და იმედია. ბედნიერი უქმეები შევხვდებით მომდევნო კვირაში. უშაბათამდე. ნახვამდის.